მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დაბრუნდით, ჩვენ ყოველთვის დაბრუნდებით. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი ეპიზოდი. გვყავს ძალიან საინტერესო და ძალიან მაგარი სტუმარი, UFC-ს ყოფილი მებრძოლი. ხო, რაღაცის ხო არ ყოფს რო ვიძახი. არა, კაია. ხო, კაია, ხო. არა, მე მაინც გეკითხები ყოველ შემთხვევაში. ას რომ ქუჩაში აღარ ჭუბობს ეს. ლიანა ჯოჯუა, მივესალმოთ. მადლობა ლიანა რომ მოხვედი. მადლობა რომ დამპატივით. ხო და მოკლედ, დავიწყეთ. ხო, ვისაც გეგონათ რომ ჩვენ წინა გადაცემაში ვიყავით ჩაჯმულები. ჯერ თქვენ ეს უნდა ნახოთ. ეს უნდა ნახოთ და რა თქმა უნდა, მე ხო ჭკვიანი ადამიანი ვარ და ხელცარიელი არ მოსულ ვარ. ვიცი როგორც უნდა ვიჯდე თელი გადაცემა და აგერა ავიღოთ და კაპი. აი ეს უნდა წავიყვანო შელი გაარჩევო. ახლა ვილაპარაკოთ. ახლა ხუჩში რო ჩაგარტყავე მაგაზე არ დაფიქრებულა მამე. ლიკა როგორ ხარ? დავიწყოთ. მადლობა. თქვენ როგორ ხართ? ვიცი, კარგად ვართ, ჩვენ მივიწევთ ნელ-ნელა წინ და წინ მივდივართ. ვინც გადაგვაგდეთ თავიდან, ყველა მოდიხართ ჩვენთან, აეგრეა ცხოვრება რა. არ უნდა დანებდეთ ხალხო და მართლა. არა, მართლა ლიკა ერთ-ერთი იყო, ვინც გადაგვაგდო. ალექსანდრამაც ხო გადაგვაგდო ერთხელ, მაგრამ სხვათა შორის ყველა საინტერესო რა იყო, იცი, რომ მაშინ ყავდა დაახლოებით 100 გამომწერი თუ რაღაცა და მაღაზიაზე მივიწერო მეთქი ლიკა მოდი მეთქი და ბაზარი არ არისო, მაგრამ მეორე დღე საჭარული ხაჭაპური არჩია და გაგაზა ბათუმში. მე დღემდე არ ვიცი რამდენი გამომწერი გყავთ დღეს. პროსტა ვნახე რომ გრიშაონიანი იყო თქვენთან და 12000-ზე უღრმესი მადლობა ხალხო, ხო იცით 20-ზე რო ავალთ გავათამაშებთ იმ საათს, რომელიც დღეს დამრჩა, იმიტომ რომ სხვაგან ვიყავი. სახში არ ყოფილი ვარ, მაგრამ არის ის საათი. მიშა ქორწილში იყო და გავყიდე. სასული. ვიღაც ტიპს მივყიდე. როგორც ვატყობ, ეს ბოლო პერიოდი ხო ვადევნებ შენ სოციალურ ქსელებს, საქართველოში ხარ, აქეთ ხარ, აქეთ ვარჯიშობ. კი. როგორ მიდის ვარჯიში? მე როგორც გავიგე, დიდად რაღაცა კმაყოფილი არ ახარ ფიზიკური ფორმით. ძალიან მიჭირს საქართველოში ვარჯიში, იმიტომ რომ სულ ჰაჭაპური, ხინკალი, კაროჩე ვარჯიშის მერე წამოდივი, გეიფოთ, ჭამოთ ისე და კაროჩე ფორმაში ვერ შევდივარ საქართველოში. მაგაზე შეგიძლია უარი თქვა რა. წამოვიგე, არა, ვარჯიში. ანუ რაღაცის არა გაქვს, რომ რაღაცა უარი თქვა, რაღაცა. მოდი დღეს არ შევჭამ ხაჭაპური და შევჭამ უბრალოდ ფილეს. შემდეგ დღეს რა უნდა თქვა? თუ ყოველ დღე შეგთავაზებენ ყოველთვის რა. ანუ ყოველი ვარჯიშის შემდეგ, ან თან ამათი ვარჯიში მე ვიცი როგორიც არის რა. აი მენა ოფლი გაგდის ყველა იმიდან და ანუ ყოველი ესეთი ვარჯიშის შემდეგ, სადაც იმენა ჯანმრთელობას დებთ, ტატამზეა თუ იმ ადგილას, მე მიდიხარ და აჭარულებს იყრით. კაი, ხუმრობ მართლა ეს არ არის. რისთვის ემზადები, რა გეგმები გაქვს? დიდი ალბათობით მაისში მექნება ბრძოლა, ახლა ჯერ ვიზაზე ვმუშაობთ, ვიზა უნდა გავაკეთო სამუშაო და მერე უკვე მაისში მექნება ნიუ-იორკში დიდი ალბათობით ბრძოლა. ვის ებრძვი? არ ვიცი ვის, მაგრამ არ არის ნიშნულობა. ლიჟბი ვიღაცა იყოს? ლიჟბი ვინმე იყოს? კი, ვიღაცას ურტყა, თორე უკვე დიდი ხანი პაუზა გამოდის, ხო? ხო, ანუ ახალი ლიგა არის ამერიკული და მანდ მოვაწერე ხელი. რა ქვია? ჯეფელი მე. შეიძლება შევცდეთ, ნუ ახალი ლიგა არის ხო? ხო, ახალი ყველაფერი კაია რა. კი. შენი ბოტასები ვინ? ამოიღებდე. ეგონა რომ მეორე კამერით გადავიღებით, ახალი ბოტასები ჩავიცვიო და მოდი თუ გინდა პროსტა დაალაგე აჩვენე. დაიცადე. მართლა უნდა. ჩვენ ვიღადავეთ, მაგრამ ანუ თქვენს რო ანუ ხო არ გინდა ფეხები რო გამოაჩინო და ფიქრობ ახალი ნაიკები კი ვიყიდე, მაგრამ კაი არა. არა, ნუ ჩვენ ყველაფერზე მივდივართ, ხა რაც უნდა ჩვენს სტუმარს მაქსიმალურად იმას შვებით ჩვენ. უყურე. რაღაცა იმის ყველაფერზე მივდივარ, წყალი ხო გაქვს, მეტი რაღა გინდა. ისე დღეს ეს გადაცემა ერთ-ერთი მათგანია, სადაც მაგიდაც არიელი გვაქვს, იმიტომ რომ სულ სასმელი ან სულ საჭმელი გვაქვს ხოლმე დღეს რაღაცა. მე უარი არ მithქვია. შენ ხო მითხარი? ლიანამ თქო, ჩვენ ყველაფერი შევტავაზეთ ვაფშე. არა, ლიანა მე მითხარ, რომ რაღაც მზადება მაქვს ფორმისო და მაქსიმალურად ჩვენ შევედით მდგომარეობაში და წყალი დავახვედრეთ და აი ხა ხო, რა სიგარეტი დეოს იქ და რაღა. არაყიც არის, ატულია დაგის. ხო, არაყიც არის და. ლიკა, რა მაინტერესებს ეს ახალ ორგანიზაციასთან გააფორმე კონტრაქტი და რაღაცა არის ისეთი პონტი რომ მაგალითად UFC-ში დაბრუნდე,
ხდება ისეთი რაღაცეები, მაგ ვიცი რომ როდესაც UFC ითხოვს მებრძოლს რაღაცა უკან დაბრუნება არ ხდება ხოლმე და ხდება რატო? ხდება? კი. ხდება UFC ჩვეულებრივი ბიზნესი. ანუ რომ UFC-ში თუ ნამყოფი ხარ უკვე უფრო ადვილი არის დაბრუნება ვიდრე თავიდან მოწერა ხელის. ანუ ხდება ისე რომ რაღაც შეიძლება მოხსნან და მე უკან ეხლა ნოემბრამდე მაგ კონტრაქტი ახალ ლიგასთან და რომ დამთავრდება ეს კონტრაქტი უკვე ვნახავ ამ ლიგაში დავრჩები თუ UFC-ში გადამავალ სიმართლე ვეკითხეთ მაგ ლიგაში კაი კონტრაქტი მაქვს და შეიძლება არც მომიმდეს. რაღაცა ისე რამდენი მაყუთებია? ვერ ვიტყვი მერთელთან მოვლენ შეხვედრაში. იკა გახსოვ ვარ მე ზუგდიდში ბავშვი რო იყავი გეთამაშებოდი. ისე მოსულან ეგ ნაცსავები რაღაც პოპულარობა რო დაიჭირე. ახლა მე დედის ერთა ვარ. ხო და სულ ნერვიულობდი რომ აი მარტო მე ვარ ჩვენ გვარს ვინ გააგზელებს ჯოჯოები ბევრს არ ვიცნობ და პოპულარული რო გახვდით Facebook-ში იმდენი ჯოჯოა მომწერა იმდენი პროს მეთქი აი და რა აღარ ნერვიულობ რომ რაღაცა ნათესავები ვართ და არა ნუ ბევრი ვიკონტაქტობ და მიბალიში $200 გამომიგზავნე ამერიკიდან და ესეთი ვიცი იყო ხო? კი რა თქმა უნდა საქართველოში უყვართ ესე სულ უყვართ კი აი რო არიცნობ ხალხს ესეთი რომ მოგწერს კი მაგრამ არა ხო მეც მეგონა რომ მეთქი პოპულარული რო გავხდები ფული და რაღაცები მეკნება და რაღაც ჩემი ჩატები რა ხო მიშა 4 ლარი მომე ხაჭაპურის და რაღაცა აი ერთი ბავშვია ბიჭს $2 მთხოვს ხოლმე ურიცხავ ეხა $2 და არც უმატებს კუშს ორი უნდა სტაბილურად სტავკა $2 საკაიფოდ ნუ ხაჭაპური თუ გაზრდება ცოტა შეიძლება მოუმატოს მიშა 2.40 ან დაახლოებით თვეში რამდენი გიჟდება მაგ ბავშვი შენახვა დათვლილი გაქვს 60 ლარი ყოველდღე $2 მთხოვს და გიდა ძალიან მაგარია. ლიკა მოკლედ ხო სადამ გავაგრძელებთ ამ აწყოს ამბებს რაც მე მაინტერესებს წარსულში საერთოდ როგორ დაიწყე საიდან მიხვედი ამ სპორტის სახეობასთან ვიცი რომ სამბუთი იყავი დაკავებული არა ეს მაგარი ყავს კიდე შემეშა დიანა ჯოჯუაზე მოიწია ხო ინფორმაცია დიანა ილაზე იყო ალექსანდრე პაიჭა და ხა იყო დიანა ჯოჯუა ეს ჩოგმურჩია ახლა დიანა ჩემო კარგო გვითხარი კაი ხო კაი გავიგეთ ცუდი დეტექტივი ვარ ძალიან მაგრამ გამოვარდა აისკი ბოქსზე დადიოდა კალანდურ კრივზე დავდიოდი ხო და ანუ საიდან მოხდა ანუ სკოლაში გაბრაზებდნენ აი ხასიათი მაქვს ეს ჩხუბობდი რავი სულ ცემატყება უფრო მეტი ბავშვობაში მოხვედრილი გაქვს თუ ნაცემი ყავს ვინმე უფრო ნაცემი მაგრამ მეც მომხვდა არასდროს არ დამოიწდება ისე ერთხელ მომხვდა მაგ დროს ჯერ არ ვარჯიშობდი ქალისგან თუ კაცისგან ქალი ბოქსი მოკრივე იყო და არ ვიცოდი რატო დაგიშვა ანუ სულ გარეთ ჩხუბობდით რა ნახალოკაში გაიზარდე თუ რა მოსკოვში გავიზარდე მაგრამ აი ისეთი უბანი გქონდა რომ აი მართლა სულ ჩხუბობდით და მართლა დესკი გოგოები იყვნენ და ერთი მოკრივე იყო ხო და რო ჩამცხო და короче ტუჩი გახეთქილი მქონდა ძალიან თუ დღეში მქონდა სახე და ხო და სახში მოვდივარ და არ ვიცი რა ვთქვა არც ვარჯიშობ მაგ დროს არ ვიცი არაფერი ხო და მოვდივარ და ბარბები თამაშობს და მეთქი ისა დავარდი და სახეთი ქვემოთ ხო და ეს რაღაცები ხდებოდა ჩემ ბავშვობაში და ძალიან მინდოდა ვარჯიში. მოკლედ ჩვენ ისე აქ ვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას. ასე რომ მეგობრებო, თუ გნებავთ პოდკასტის, ვლოგის, ვიდეო გაკვეთილების გადაღება, მობრძანეთ პოდკასტ კორნერში, ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. წავიდეთ. იტოქში მე ჩემი მშობლები ძალიან უარზე იყვნენ რა, რომ არა ეს ქალი საქმე არ არისო ისეს და ერთხელ ვცემე გოგო. მეთქი ერთხელ ვცემე როგორ ისე იძახის არაფერი მეთქი ერთხელ ვცემე მშობლები ეთქვის და მე დამთავრდა მშობლები დღემდე ვცემ ხოდა ის ანუ ის გოგო რო ვცემე თურმე აღმოჩნდა რომ მამამისი რაღაც კაი ოპერი ყოფილა ხო და განცხადება დაწერეს და თელი ამბავი იყო და მე მამაშენს ვერ ვთხარი მამა ჩემი ადვოკატი იყო ჩემი სხვათა შორის
გადავიდით რომ ჩვენ ანუ ეხლა ისა ოჯახის ადვოკატი მამები ერთმანეთს დაეჯახებოდნენ, კაროჩე, შენ და ის ბავშვი დაეჯახებოდით ცალკე. სხვა ვინმე ვერ ნახეო გეცემაურა მაინც ოპერიშვილია. ამან რაღაცა მილიონ ბავშვის ერთი არჩია, რომელიც ოპერიშვილი იყო. ესე აღმოჩნდა რა. ხო და ანუ იძულებული გავხდი რომ მშობლებს სულ თქვა შემეშინდა ახლა განცხადება დაწერეს ციხეში არ აღმოჩნდა ვიფიქრე. და რამდენი წლის ხარ მაგროს? 15 და უკვე ციხე შეიქონდა რა. მაგრამ მაგას ამაყო. დადიო და ძმამაია ზუდა. დიზაბუდო მოწრას. ცენტრალ დადიო და წავალ დედა არ მოგენატრო იცოდე. მეფესავით მიმიღებე. დედა მაპატიერო ესეთი გავიზარდე. რაღაცა იგეთები. ვინც ვერ ხვდებით რატო გადავთ ესე ჩადით ლიანას ბიოგრაფიაში და მიხვდებით. ხო და მოკლედ დავიწყეთ ტაისკი ბოქსი, ტაილანდური ბოქსი, ასე ვთქვათ. ტაილანდურ კრივზე კი დავდიოდი და ეს დავიწყე, ხო, 2 წელი ტაილანდური კრივით ვიყავი. ხო და მე გადმოვედი MMA-ზე. მინდოდა აი რაღაც ესეთი ბაზა რომ მქონდეს რა, იმიტომ ტაილანდური კრივი ძალიან მომწონა, დღემდე ისე მიყვარს. მაგრამ დიდი ანუ მიღწევები მაინც ტაილანდურ კრივში არ მქონდა და MMA-ში რო გადმოვედი, დავიწყე ჭიდაობა მაგის გარდა და ჭიდაობაში იმდენი წარმატებები მქონდა გრეპლინგში, ახლაც ყავისფერი გამარი ვარ, ევროპა მოგებული მაქვს და ნუ უფრო ბევრი წარმატება ჭიდაობაში. იმას უყვარს სხვა შორის ტაილანდური ტრანსები. ბოქსი. ტაილანდური კაცები. მაგათ ბოქსავები ხო. ჩემწონაში არის კაკრას. ტაილანდში, კაი. ლეიდი ბოები არის ხო? ეგ არის ჩემი ოცნება კაკრაში. ეს რა უცნაურია რომ ქვეყანა მაგითია განთქმული. ხო, თუნდაც ლეიდი ბოებით რო არის განთქმული ქვეყანა. სხვათა შორის მითხრეს, მე ნამყოფი არ ვარ სამწუხაროდ, მითხრეს რომ ან თუ ნუ რო გაარჩიო ქალი და კაციო, ან ლედი ბოისგან, თუ ძალიან ლამაზი იქნება, ნაშ უეჭველი ლედი ბოი იქნება. აზი ხარ ვიცი. ქალები ის ლამაზები არ აყავთ. ხო, სხვათა შორის ეგ რო თქვი, ჯიუ-ჯიტსუში გიყურებდი, რომ ბოლო რაღაცა წინა წელს აქტიურად ვარჯიშობდი იმაზე და მოიგეკიდევაც, ხო? კი, ევროპის ჩემპიონატი მოვიგე AGP-ის ვერსიით და მაგამდე კიდე UVV-ზე ვჭიდაობდი გრეპლინგზე და ბევრი რამ მოგებული. UVV რაღაცა იმაზე. ვერსიები არის. ქურდულივიდან. UVV. UVV. ფედერაცია არის UVV. ის ფედერაცია. ვის კრიშავე. უნდა მიიტანო ცილები. მე მაგათი კრიშ. კაი, ხო, კაი, შო გასაგებია. რა მაინტერესებს? ხალხის ცემის გარდა კიდე რა ჰობი გაქვს? ყველას ძალიან ახლა ხალხის ცემა მოუწევთ, თან მაგაში ფულს მიხდიან და ძალიან დამევასა მაგითო. მაგრამ წინდები გსხოვა? ვერ გავიგე. წინდებს გსოვ პარალელურად, აბა? არა. მიყვარს სმადა მიყვარს ჯამა. ანუ ბევრი ხობი მაქვს, ხატავ, მუსიკა, მიყვარს ფანტურზე უკრავ, ბოლო დროს პროსტა რაღაც თავი დავანებებ. ცხენებს ვაჭენ, რა ვიცი, ბევრი რაღაცები მიყვარს რა. ანუ აქტიური ჩოლებრივი ადამიანი ხარ. პროსტა სხვებს ცემ. პროსტა სხვებს ცემ რა. კი და ფულს მიხდიან მაგაში და მაგითო დამევასო და სხვა ახლა რაღაცეებში ფულს არ მიხდიან და მაგითო პროსტა ხობი არის. აი როგორც ქართულ მებრძოლს მინდა ესეთი კითხვა დაგისვა რა. იცო ჩამჭრელია. აი რომელი უფრო პაზორნია ბოდიშით შემარცხვენელია. რომ დარტყმას გაატარებ თუ ხინკლის წვენდა ექცევა. ხინკლის წვენდა რა თქმა უნდა. არ ჩაიჭრა. დაიბნა ბაჭია ურიყურია. ხო, რა ხდებოდა UFC-ს ამბები გვაინტერესებს ხალხს? როგორი იყო UFC-ში ყოფნა? ნუ ახლა UFC-ში ხარ გძნობ, რომ სულ სხვა დონეს ორგანიზაცია არის. ვაფშე დენას რა ტიპია ვაფშე? ძალიან მაგარი ტიპია, ისე დამევასა. პროსტა ფულის გადახდა არ უყარს ხო? არა, ყველა თავის დროზე მონებად ამუშავებს ხალხს. არა, სიმართლე გითხრათ, ისე სხვა შეიძლება რაღაც მიგამსგავსებ მაგას. მელოტი. აბა 2 მილიარდი არა მაქვს. პროსტა სიმელოტე.
ხო და აი ესეთი რა უბრალოდ ტიპი არის თვითონ მოვიდა თვითონ გამიჩნო მითხრა ძალიან მაგარი ბრძოლა მაშინ მეორე ბრძოლა იყო ჩემი UFC-ში და მოვიგე ის არმბარით ხო და მოვიდა ჩემთან ნანახემა იყურებდა მაგის მე მოვიდა რომ ძალიან მაგარი ბრძოლა მეთქი ხა ბონუს მაჩუქები მაგრამ არ მაჩუქებს ხამზაც მისცეს მაშინ ბონუსი არ მოგცეს ბონუსი მაშინ ხამზაც მისცეს ბონუს მეთქი კაი მაგრამ პროსტა მივიდა საუკეთესო გოგო ხარ და რაღაცა და მე თავზე წადი მიდი შენ ხაჭაპური კონტრაქტში როგორ გეწერა რამდენი ბრძოლა უნდა მოგიგორო განეახლებინა შენი კონტრაქტი და რამდენი წაგებს უფლება ქონდა ანუ კონტრაქტი არის სულ 4 ბრძოლაზე ანუ 4 ბრძოლას, რა ვიცი, შეიძლება სულ 4 ბრძოლა ჩადა, მაგრამ ძირითადად მე რაც ხედავდი, ანუ 2 ბრძოლას რომ მოიგებდი, უკვე განაახლებდნენ და უფრო კაი თანხას გაძლევდნენ და ახალ კონტრაქტს ესე გიფორმებენ. მე ის გამომივიდა, რომ 2 ზედიზედ წაგება მქონა და აღარ გამიგრძელეს მაგის გამო. ის ერთ-ერთთან რომელთანაც წააგე, მე ბოლოს ვისთანაც წააგე, ის იმენა კაცი იყო ჩაულებრივად. ხო და ანუ ის ხო გავს სკანდალი რო აიწია ის არა ხალი იყო ხალი დაუსხა მე რაზე ვიღადავ იცი ამასთანაც რომ მოხდა 1-2 თუ 3 თვის წინ მაყურებელმა რო უთხრა დეინა ვაიტს რომ მე ესავა რო ყაზახეთიდან ჩამოსული ტაჯიკეთიდან ხო და ამიყვანეო და რაღაცაო და ხალხი რო წერდა დეინა რაკეთილია და რაღაც და მაგის კონტრაქტი რო წარმოვიდი ტიპი მოდის და გეღოცება მაჭყუბეო და რავი რა შესთავაზებდა 6 ჰოთ-დოგი გინდა იჭყუბე არა, მაგათ ახლა სტანდარტული მინიმალური კონტრაქტი აქვს, აი დაუშვათ $10,000 მინიმალური თანხა ყველა სუხთია. ანუ ის ტაჯიკის აკაიფოდ ცხოვრობს ხა ტაჯიკეთში. ერთი წააგო 10,000 ჯაიდო მართლა მოჭყუბარი კი არა ვარ და წავიდა. ეხლა ამ იმასთან როგორ იყავი ამ დაღესტნელების კამანდას იცნობ? კი, ყველას ვიცი. შენ ხო ვარჯიშობდი ხო მაგათ? არა, დაღესტანში მე არ ვარჯიშობდი, მაგრამ ხაბიბსაც და ამ ბიჭებსაც კი ვიცნობ. ხაბიბის ხადაშორის რავი, კაი ტიპი იყო. ანუ კაი დაპირება დაგიტოვა ხო შეხვდი მე? დაურეკე აბა ხაბი. აბა დარეკე. დარეკვა და ნომერი არ მაქვს. ბიჭო აქ იძახის ერთი გოგო რომ ვიცნობო და ანუ ისეთი ტიპი არის, რომ თვითონ მოგიკითხავს, თვითონ რო დაგინახავს. ანუ უშუალო არის. კი, მე ესეთი მაქვრი მორცხვევა თან ან სულ მაგინი დადიან დიდი კამანდით, რა ვიცი 30 კაცი დადის. აღდგომას გილოცავს რაღაც. ლიკა ქრისტოს ვასკრეს. არა გილოცავს. დაფოლოვებული ხარ? მე მეგონა ვაფშე ქალებს არ აფოლოვებ. ისე რა არა ფოლოვებს გუშინ გაუბაზრდა ვიღაცა მოდელს ცეცხლები გაუგზავნა კაროჩი ხო? არა მგონი. ხო და მაღაზია აკენწლეს მაგარი რა რომ კაროჩი ჩუმჩუად ვაიც ხაბიბა დაძრება. არ დაიწევოდა ეს დებილურად. ვიღაცა ვიეტნამელ მოდელს. ო დავიჯერებ. არა ყობეც არ შეიძლება. მაქსის გალახებ მერე. შეიძლება ის იყოს. შეიძლება არ გამოვრიცხო, მაგრამ ნუ იყო რა. რაღაც MMA-ის მეებზე იდო. ხალხი გადააოდა. ანუ ხასაღადაოჩია. აი ყველაზე ისეთი კიდე კაი, ვინც გაიცანი, ყველაზე ისეთი კაი ტიპი ვინ არის? ხო ის აქვს სელებრიტებიდან, მარტო მოჭყუბრები არა. აი დიკაპრიოს არ იცნობ ხა 30 წლის ხარ. ხართ არა. აუ დიკაპრიო 25 წლამდე. გამიგიას მოთაშერს რომ კიანუ რივზი და დიკაპრიო თურმე ერთად წვანან მაგათინე. არა კიანუ რივზი და დენ ხარ თუ რა ქვია ვინ სათამაშობს? ვენუმში რო თამაშობს. ტომ ჰარდი. ტომ ჰარდი ვარჯიშობენ ჯუჯიტს. ხო, ტომ ჰარდმა დაიწყო 30 სკანდალურ სიტყვის. ხო და ეგენი თურმე ჯუჯიტს ვარჯი არ გავაბაზრე. არა, რისი კითხვა მინდა, რომ შენ ბრძოლას თუ დასწრებია ვინმე ისეთი სელებრიტი, ვინც დაგინახავს, რომ გამოხვედი ოკტაგონზე და გაჩიტე. მაგას არ ვიმჩნე, ანუ ვაფშე სულ ხვაზე ვფიქრობ. აი, არ ვიცი ვინ უნდა იждდეს, რომ შეამჩნიო, ვაფშე რომ ვიღაც სელებრიტიზის. მაგრამ ნუ ვერა. ლეონიდ აგუცინ. აი, მაგარი იქნება. ეხო რუსეთში ხარ გასდილი და უჩოლი ეგ ტრამპი ვინა აგუტინი არა ყავს. კიდე ის ვინ იყო ხო? კირკოროვი და ეგ ამას. არა ის სტას მიხაილოვი. არა თან მაგარი ივენტებზე მიჩხუბია, მახსოვს ხაბიბ პორიეზე მიჩხუბია და ხაბიბ გეჯიზე და ან დიდ ტურნირები იყო და მართლა ძალიან ბევრი ხალხი იყო და მახსოვს ჩემი დებიუტი იყო, როცა ძალიან ბევრი ხალხი. დებიუტი მოიგე ხო? არა, ვაფშე გამოვე. არა, ცხვირი გაგიტყო და თუ მეორე იყო. დებიუტი იყო ძალიან აი დიდი ხალხი. გარტმაზე ვარ. არა, უყურე არმბარიცა.
რომელიღაცა ბრძოლაში ცხვირი გაუწყდა და არ დაასრულე, არ გააგრძელებინეს რა სისხლი მოზიოდა. რომელი ბრძოლა იყო მესამე ხო? იყო კი. ხო და ეუბნება, ბოდი, შეეუბნება საჯირო, ნო და რა ნო, კაცო მიდიო, რა მივალო, რა ეს იმაზე იყო გაზი. კიდე კაერ დავინახე, მე სარკე რომ აჩვენეს რა უი, კარგი დიდი ბოდიში. გადახსნა ქონა ეს, თურმე მართლა უნდა შემეწყვიტა. ხო რა, ანუ ვერაფერს ვერ ვიტყვი. შეიძლება მეც ექიმი რომ ვიყო, მეც დავაჩერებდი მართლა. რეაბილიტაცია რამდენი ხანი მიდის ხოლმე მე, აი ხა ეგეთი ტრაუმის შემდეგ? მე ერთი მაგის მერე ნახევარი წელი რეაბილიტაცია კი მჭირდებოდა. ჭამდი ნახევარი წელი საკაიფოდ. კი, საქართველოში ვარ, ჭამდი ხაჭაპური. UFC-ს დედაც ვარ. გადასმევს ხინკლის წენით აგეთებდი და აი ჯიგარია ბიჭო. ჯიგარია ხო ბიჭო. ყველა ის UFC-ს მებრძოლი ლესბიანკა გიჟი კი არა, ზოგი ნორმალური ადამიანი. ой, მართლა დამავიწყე დღეს ხო ფემინისტური ისა. დღეს ფემინისტები ვართ მე და ბიჭო. აჰა. დღეს არა ბიჭო, ზოგი მართლა ცხოველია. ყველაფერი რასაც სიტყვი ყველაფერში დაგეთანხმები. ქალურობა და ყველაფერი დაკარგული აქვს და ეხა რა ვლიან ჩაურებული. იმაში დაგეთანხმები რომ უკეთეს დატარებთ მანქანას. იმაშიც თანახმავა რომ ის ბიზიდულობის კანონი ნიუტონმა კი არა, ქალი იყო ის და მე როუზა პარკს. ხო, როუზა პარკსმა გამოიგონა. ყველაფერი რასაც სიტყვი ყველაფერზე გეთანხმები დღეს მეც და ბიშაც. აგერ კამერასთან ვიძახით. და ის და მებრძოლები ხა როგორც ხაბიბი გაიცანის მაგათი კომანდა შეხვედრილი ხარ აი კიდე ყველაზე კაი საბეჭდება მინდა გიტოვა რა ვისთან ქონია ესეთი კომუნიკაცია უშუალოდ გულიანი ტიპი ხო რა გეჯი გეჯი ვაფშე მაგარ შკოლნიკი ტიპი არის ოქტაგონის გარდა ისეთ სათვალეებით დადის რაღაცა მინუსები აქვს თუ რაღაც ნანახი მაგ მოჭველი ეგეც ეშლება არა გეჯი სათვალეთ არაზო სამანი არა იმის პრობლემა აქვს მეს მაგ მაგრამ სათვალეები დავკარგეთ. ანუ გეიჯი არის ყოველთვის უშუალო. არა, შეგო ინგლისური არის, ანაინდი ლაპარაკე. ვიცი რატომ არა? მაშინ ხო არ იცოდი. Hello. ინგლისური გო ქართული არის. I don't speak. ერთი მას ინტერვიუში ხო, ინგლისური ქართული? არა, გამოასწორო. ხო, მე მეგონა რომ მეთქი ხა Здравствуйте, და ეგეთები მოგვიწევდა, მაგრამ ხოჩა. მელიკა არის დაიწყება. არა, ლაპარაკობს და მაშინ ქართული ენა რო იცი, ეს არის მამაჩემის დამსახურება, იმიტომ რომ ეს 20 წელი მიცხოვრია მოსკოვში, ხო და მამაჩემი აკრძალა სახში ლაპარაკი რუსულად და ვაფშე მარტო ქართულად ვილაპარაკოთ და კაი კაცია. ხო და შეგვაწიე ვერ ეს ზუსტად მამაჩემი არის მაგის გამო არის რომ ქართული ენა არ დამევიწყებია და ჰეითერებო, იცოდეთ, ვის რა უნდა დაუწეროთ ამის შემდეგ. ვის როგორ უნდა მოეპყროთ. სადაც საჭირო არის ჩვენი სახელები გადაცემულია. ხო. რამდენი ხანი ხარ აქეთ ხარ? რავი, ახლა ველდები აი ვიზას როცა გამიკეთე და ეგრევე წავა. შეყვარებული ყავს? არა. თუ ვინმე სიყვარული. არა, მაინც ხონუ. მაინც რა ვიცი. არა, ვინ არ ამყავს და სიმართლე რომ გითხრა, რავი, არც ვფიქრობ. ის თავზე ხელაღებული ვინ იქნება რა. ვიღაცა ისეთი უნდა იყოს, ტერმინატორი უნდა იყოს. კიდევ უნდა ხრეტა და ეს მოშტებით და რაღაც. სხვათა შორის წეგან ველაპარაკებოდი ლიკას. და მეთქი კიდევ ისიც რომ მეთქი რა, კიდე ცნობილს ხო რა, ისეთ მიმ კომანდას და ვინ გადრო იცი? მურადა ხო ასე ხა. და რაღაცა ისტორია ქონია და ეგ უნდა მოვაყოლო ეხა რა, ვიდი მოყევი მურადზე. ან მურადი არის ერთ-ერთი სესტრამს დაძივაешь პრიმერი. ხო, ანუ პრიმერი სესტრამს. კოლორიტი არის ერთ-ერთი, რომელმაც ტაქსისტი გადააგდო. სესტრამ, ბლია. ტიპი გახდა იმით ცნობილი, რომ ტაქსისტი გადააგდო. ჯო სესტრამ, ბლია. პრიმერი სესტრამ. ვიდი მოყევი რა. გაჩ მე და ჩემი დაქალი ვიყავით სპაცენტში და გამოვდივართ იქიდან და ლიფტები არის გამოვედით და აუ რო გამოვედით გზნობ რომ აი ესეთი ძალიან ალკოჰოლის სუნი დგას აი მენა ვიღაც გაიხედე და მიშა დგას გახეთქილი მთრალი ხო გავიხედე და მურადა დგას თავის ვაკასთან ერთად და ნუ კაი მეთქი მურადა არის და წავედით და კაჩი რო დაგვინახა მე და ჩემი დაქალი გაგიჟდა გაროჩი და მოგვდევს და ჩემი დაქალი იმისმე რომ ის როგორ ვთქვა ანუ იმისმე რომ დაოჯახდა ცოტა აგრესიული გახდა კაცების მიმართ ხო და მოიც სადამ გაგიჟდა ახლოს აღარ უშვებს არავის ხო ეს შეხედოს არ შეიძლება ნუ რა
ვიცი მოიცა შეხება რა შეხედვა. შეხედვა მეთქი შეხება შეხება წარ შეიძლება ან ქალებს ხელი ვეღარ უნდა მოვკიდო ქუჩაში მეთქი რა შეხება მეთქი ირაკლი დადის და ქალებს კიდევს ეგეც აღარ შეიძლება დაგვიჭირეთ ბარემ და ეგა ქალი მომეწონა კაცი ვარ ეხლა მოვკიდე ხელი რა მოხდა ვერე ეს ერთხელ ხოდშორის მომკიდა ერთ მოტივი აი მაგას მოგაყოლე բայց ეგ შეინახე ამის ფერ მოგაყოლე მაგას ხო და კაჩ მოტივარ და ეს მურადა კაჩ რო დაგვინახა გაგიჟდა და დაგძდევს კაჩ და ეთყობა რომ უნდა მოვიდეს და რაღაცა გვითხრას და ჩემი დაქალი მაგარია გრისული და რა უნდა ეხლა მოვკლავო ამას ცემო ეხლა რა უნდა კაჩ აგინებს მაგას და მეთქი დაწყნარდი იქნებ რა და მიხვდი რომ შან სურათის გადაღება რამე მეთქი დაწყნარდი არ მინდა და კაჩ მეთქი всё გაჩერდი მეთქი ეხლა შევიკითხები რა უნდა კაჩ მოვტრიალდი და მეუბნები მეთქი რა გინდა მეთქი და სურათის გადაღება მინდა მეთქი კაი მაზარია რა კაჩ სურათი გადავიღეთ ხო და ჩემ დაქას ვეუბნები აი მეთქი აგრესიული რო ხარ თურმე ადამიანს პროს სურათის გადაღება უნდა და გამოვიდა აი ეს ამოვა ეს ვიდეო იმაზე გაჩვენებ თქვენს Você abraço você sempre. Por isso não tem que não pode ter já abraço você só que só né? Para que você esquenta com sua coisa. Ah, da nossa спортсмен да. Спортсменка наша. Да. Болеешь за нее? конечно тарапахо რა რუჟა ის შეხედვა тарапахо ესეთები რატო არ ყავს არ საქართველოში ვიცი ბიჭო ეს არის რავი ერთი ესეთი უნდა ყავთ ერთი ჰაზბიკასნაიერი ჰაზბიკას ნო ხაზბიკასაც ვიცნობ კი არ შეხვედრიო რა ცხოვრებაში არის უფრო პატარა ლიანა ტიჩო არ ხოიცი ანუ ქალებს არ ელაპარაკება რა ის მაგარი ის არის გეოპაგია ციცახი მოყევი რა ანუ არა ვიცი რომ ქალებთან ერთად სურათებს აიღებს მაგრამ მე არც მინდა სურათის გადაღება ქვეშ-ქვეშა რა იმისიკით ხო არა პროს ეს აღმოჩნდა რომ ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული და ამ ქორწილში ხაზბიგაც იყო დაპატიჟებული და ყველას სასაცილო იყო ის სიძის მიდარ იყო თუ პატარძლის ყველაზე ხადაობა კიდე დაგვროთი დარბოდა ყველას სასაცილო იყო მე ჩემი დაქალი და კიდე ერთი დაქალი ვყავდა გამოვდივართ მანქანიდან და აი ძალიან ლამაზად გამოვიყურებით კაბებში კაროჩე ქუსლებზე გამოვდივართ მოდელები ანუ როგორც ყოველთვის ხო ძალიან ეს ლამაზები გამოვედით და ხაზბიკა ეთყობა ვიღაცას კალთაში უზის ისა იმაში გელენდვაგენში რა ხო და ან ჩაბურული ხო არის და რო დაგვინახე ესეთი ლამაზი გოგოები მოვდივარ და ესე აწია და აი ესე რა დასაყარელი ხაზბიკაზე ყველაზე ხადაობა რა იყო ეს მაიკ ტაისონთან რო იყო პოდკასტი ის რო კოცნი და ეპერება რაღაცა კაც კოცნის 30 წლის ტიპი არის ბავშვი რო ეგოდა ბიჭო ტიპი კოცნის რაღაცა უღიტინებს ანუ ესე ყველა ესეთი ძალიან მაგარი ის არის ყველა ესეთი ცნობილი ტიპი ვინც არის რაღაცა თავის სფეროში ყველასთან შეგვიძლია იმენა ტიპი რა გადაკვეთა ქონე და ერთი ის მოყევი ერთი ხელი რო შეგეხნენ უფრო სწორად ვინ იყო ის თავზე ხელაგებული ეს იყო ზამთარი და კურტკაში ვიდექი ნაუშნიკებში რაღაც მუსიკა მაქვს ვარჯიშის მერე მოვდივარ სახში ხო უკნიდან ვიღაცა აიღო და ჩამეხუტა და ვიფიქრე ნაცნობი არის ეთყო გოჩ მოიხსენი ეს ყურსასმენი და მეთქი ყურებ და ანუ ვერ ვიცნობ და მეთქი ბოდიში მეთქი გიცნობ და არ მინდა თქვა просто რა მითხრა ხო და ძალიან უძდელობა მითხრა რა და თან ისეთი ღიმილი ვითომ ნუ გარყვნილობა გითხრა ხო და რა მეთქი და კარჩი შემატყრება რომ დაუწყე გარბის ეს ტიპი ან ძალიან დაუშვი აი მე აი ასია გადამეკეტა რა გამიბედა ხო და კარჩი მორბის უკან და აუ ბოდიშიო მე მეგონა გავიხუმრებო და ის просто ხასიათზე მოხვალთო და მეთქი კიდე დაბრუნდი და კიდე ჩავწყე და უკვე აღარ მობრუნდა ანუ ქონია ეს შევიწროებები მაინც აი მაგას შევიწროებები ვისა ინსტაგრამზე ძალიან პოპულარული ხარ და ისეთი მესეჯები მოგდის ხოლმე რამე უცნაური და რაღაცები
ანუ იობანირო. შენს მოგდის ესეთი SMS-ები. აი, ასნია. სასწაული SMS. ანუ მე ბევრჯერ არ ვკითხულობ, მაგრამ ხანდახან შეიძლება აი მოვიწყინო და მეთქი კაი წავიკითხავ რასაც წერენ და ანუ 1-10 წუთის მერე მეთქი აუ ამინდოდა რატო შევედი, რატო ანუ ჰარდკორი არის. მაგარი ხო, აი აღარ ვკითხულობ არ მინდა. მოგვიყევი რამე ისტორია. ან მოიცადამ ისტორიას მოყვება რა. მე მაქვს ერთი კითხვა, როგორც გავიგე შეყვარებული არ ყავს. და ანუ ყავდა თუ არ ყოლია ჯერ? მე 30 წლის ვხდები ხა. ანუ უყურებდი ახლა მე მაგალითად შეყვარებული რომ ყავდა პირველი შეყვარებული. დიდი ბოდიში ესეთი უხერხული შეკითხვა. ეგეც უხერხულობაში რატო ვიჩნდება? არა, ვაფშე არ დებილობაზე გიგულს. ბიჭო, არა, იცი რატო იმით მე მაგალითად პირველი შეყვარებული, ეხა ვინც ყავს? ჩემის 25 მონასტერში კი არა. 25 წლის ვიყავი რომ პირველ სერიოზული ურთიერთობა მქონდა. ზოგი ადამიანი ხوارი რომ ანუ ელოდება და გვიან იმაშვება რა, იწყებს ურთიერთობა. მე მასე ვიყავი მაგალითად. მორმონები. 600-ნი არიან. მარტო და ერთი შენ ხარ. ხო, კაი, დამასწრებელი, კაი. ანუ red flag-ები გააქვს შენ რაღაც აი მაგალითად მითხარ შენი top 3 red flag-ი რა არ უნდა გააკეთოს ბიჭმა შენთან და როგორი არ უნდა იყოს რომ რაღაც სერიოზულად შეხედო. გაჩერებაზე არ უნდა ჩაეყუტოს. ხო, აი დაიმახსოვრ გაჩერებაზე ჩაეყუტოთ. პირველ რიგში რასაც ვამჩვე ეს კეთილი ადამიანი რო იყოს ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხოველების მიმართ როგორი არის. ანუ მე ანუ ერთი წუთი ხო, კეთილი. კატას რო დაარტყამს და მე გადარჩება მაგის და ეგრე არა. ეს ჩემთვის ანუ red flag კი არა, ინო შავი არის. ნუ ძალიან ცუდი არის რომ ანუ ცხოველებზე მოძალადი არ უნდა იყოს. როგორც იზახე. ვაფშე ესეთი ანუ შენ რა ადამიანი შენ არაფერი, მაგრამ ნუ ცხოველებს ჩემი ცოდვები ძმაკაცი არის. არ იქნება, არც ჩემი შეყვარებული არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ჩემზე პირველი ნიშანი არის, რომ ვაფშე აი პირველი რა არის ის ნიშანი, რაც აი ბიჭში ეგრევე თვალში ხვდება. აი კარგი მითხარი ხა. კარგი? აი კარგი ფლაგებით დაიწყე. არ ხო, ეხა კარგი მითხარი, მე ის ორიც მითხარი, ის ორი red flag. კარგი რომ უყვარს. აი მახსოვრი. ყოველ ვიღაც ტიპი უგდებს ფოტოს 10 კატასთან. ლიანა გამოჩერდა. არ ვიცი, არ მეგონა პროსტო. თელი თბილისის კატებს შეიფარებს ვიღაც. ზაღლებთან ფოტოები რა. რავი, აი თავი ვაშკაცი იყოს, რა ვიცი. კაი, კარგი დავამთავროთ. არ მისწვდე. კაი, კარგი დავამთავროთ და ის კიდე დანარჩენი ორი red flag-ი მითხარი. დუნწი აი ეს ყველაზე ძალიან რაც ვაფშე ანუ რო გითხრას რომ რესტორანში ერთად გადავიხადოთო მაგაზე შეიძლება ესეთი ხალხი არა ესეთი ხალხი ვაფშე არც მინახია სახში რო ავტობუსით გაგიშვას კრენტი რო აგაღებინოს შესაძლოა აჰა მეტრომანი და წადირა ყვებიან რო რაღაც 50 ანუ აი სულ ვძივარ და ფიქრობ სად პოულობთ ვაფშე მაგ ანუ მე ესეთი ხალხი არც მინახია სიმართლე მე სიძულზე ევროპაში გაპიდარასტება რომ ანუ მე ესეთ ხალხი არც მინახია, მე სიძუნწე, ანუ სულ სხვა რაღაცას ვამბობ, არ ვიცი რა, რამე დაინა. აი, მეორე არის სიძუნწე და მესამე მითხარი ახლა კიდე. მესამე კიდე. დაფიქრი და ესე მითხარი, იმიტომ რომ ფინალურია. ან კიდე არის red flag-ი, მაგრამ ეს არის სამთავრობო red flag-ი. მესამე რა სერიული მკვლელი არ უნდა იყოს. სხვა შორის TikTok-ზე შეგხვედრი რა, ერთი ძალიან ლამაზი გოგო არაბი, რომელიც ცხოვრობდა ემას სერიულ მკვლელთან ერთად. აუ, არ ვიცი როგორ მოხდა, მთელი ისტორია არ ვიცი, მაგრამ დრავი მე მეგონის ხვენში ყავდა ტიპს გვამები თუ რაღაცა და ეს გოგო ცხოვრობდა ჩვეულებრივად ცოლქმარი იყვნენ რა და ერთი 5 წლის მერე გაირკვა რომ თურმე იმის ჰობი არის ხალხის მოკლა. არა მე რაზე ვიკაიფე რომ ცოდოა მართლა ეს გოგო მე მგონი მე შვილი გასტაცებს თუ რაღაცა ეგეთები რა ძალიან ტრავმირებულია. არა ვიცი და სხვადასხვა დავსერჩავ ძალიან საინტერესო ისტორია. უბრალოდ რომ დავფიქრე რომ საყვარელო ხვენში რაღმები ის მე ხალხო ხერხა სულების ხერხვის ხმა არის ზუსტად და ანუ დებილია ეს გოგო რა ეხა 5 წელი შენი ქმარი რომ გვამებს ათრევს და ხერხავს იქ და რაღაცა თაგვები არიან და იქ და კაი საყვარელო სუსისხლიანი რატო ხარ ხოლმე და იქიდე შესაძლოა წვერს ვიპარსავდი გამეჭრა ანუ წარმოიდგინე ხა დავუშვათ ინტერნეტში რაღაც გაიცანი და უნდა შევხვდე და ხა ბიჭი ფიქრობს რომ აუ ნეტა ესეთი ლამაზი არის როგორც სურათებზე და გოგო აუ ნეტა მანიაკი არის აი სხვა შორის მაგალითად სულ მიყვარს ხოლმე რომ თანხმდებიან შეხვდა მარტო მიყვარს ხოლმე მე ბევრთან მაქვს ნალაპარაკები რა რომ მეთქი რატო აი უყურე მე კარგი ადამიანი ვარ და რავი მაგრამ აი ხო შეიძლება რომ ისეთ სიტუაციები ყოფილა რომ აი უაზროდ გენდობიან რა მეთქი ფეფერსპრეი ან რამე მაინც არა
არანაირად. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ვარ და შემიძლია ვიმცემო ისეს, მაინც სუნკაში ან pepper-spray ქვია მაგას, ან დანა ან რაღაცა მიდევს მეჭველი. იმიტომ რომ ხელი რატომ უნდა გაისვარო რა ვიღაცაზე ამოიღებ ეგ არის რა მომენტალურად. ან დანა არა დანა ეხა რა თქმა უნდა და დაგიჭერენ გოგო და ეგა რუსეთი ხო არ გონია ეს შეიძლება 1-3 კილო გერაინი ჩაგიდონ ეგრე მომენტალურად. ამას გონია რომ რუსეთში არა დანა ხო რა ტრავმატი მიდევს რა იგრულად ხოდა შეიძლება ჩემი და მამა ჩემი მითხეს ხო არ გინდაო ტრავმაზე აიღო ისა და მე მამა ჩემი ისე არ გინდაო მართლა ციხეში ჩაჯდება იქაც რო შედის იქაც იმენა რომ რა ჭუბი არის ის რა ოჯახი რო უფიქრდება ეს ხედან დედა მამა და შვილი გოგო რო ტრავმატი ჭირდება თუ არა შვილს და განიხილავენ და იქ 50-50-ზე იყო ფაზრები რომ კი ჭირდება ტრავმატი და სკოლისთვის აღალი ჩანთა რომელი უყიდოთ პირველი ხა რომელი უფრო მნიშვნელოვანია ახალი ჩანთა თუ ჩანთით პარკი რა დაიტროს პარკით წაიღებს და ტრავმატს ვერაფერი შეცვლის კაი მითხარი ხა მესამე ის უცებ ეგ მაინტერესებს შენზე ზრუნავ რა ეხა მივხვდი red flag-ი კიდე მესამე მედი ფიქრი ეს დროაცენს რა რამდენად დაეცი რომ ირაკლის ზრუნავს შენ მომავალ ბიჭებზე 10 წუთის წინ გაიგო რომ 10 წუთის წინ გაიგო რომ კაცისთვის ნაკოცნი და უკვე ზრუნავს რომ ლიანა ხო იცი თუ რამეა მონასტერში წავალ და ვიცი ძალიან უხერხულად ვიგზელი ხა გამაცანი ძალიან უხერხულად ვგზნობ თავს აი რა ემოდან ფასდაკლებები მოდივიდა მოდი ვაჩვენ მართლა ტემოა აუ ტემო არის რაღაც ნარკოტიკივით რა მეკი აი ხო ბანძობა არის არაფერს ასე გამოვიწერ და მე რაღაც ეს მესიჯი მოვდი და კაი და კაროჩე $200 რაღაც ეს ვაზაკადი და ნაგავი რამდენი 400 ლარიანი ვაუჩერი გაქვს თქვი არ ვიცი მაგრამ მომდის რაღაც ვაუჩერები მეთქი ნუ კაი რაღაც დავაზაკეს და მოდის სულ ნაგავი რაღაც არ ვიცი როგორ გავჩერდი ამ ჭკუას ვერ სწავლობ მაინც გონია რომ მაგ ურთიერთობებზე გამახსენდა რა სხვათა შორის ეხა კი ამიყოლეთ ეხა მაგაზე რო უზაისლის ასაკში ბიჭისთვის ეკნება ხო ეხა რა თქმა უნდა არ უხერხულად გამოვიდა ეგ არ მიგუწია არა ეხა ზოგიერთი ადამიანი იქნება რა და მე ამას უყურებ არა ბავშვი სასწაული გითხრა ეხა შეხვედრიათ ეხა ის ვიდეო რომელიღაცა ტომი არის მალაიზიაში თუ სადღაც ტიპი რო ცოლს მიყვება ტიპი რო ქალს მიყვება ქმრად ანუ ქალი რო ეუბნება ანუ კიდურებს იჭრიან ნახე იგი ეს ვიდეო ნახე ხო ვერ მივხვდი ანუ აუ რატო არ ვუყურე წესი ანუ ეს ითვლება უყურე ეს ითვლებაო ერთგულების ნიშნად ანუ ცოლი რო ეუბნება რომ ხელი მოიჭერი ჩემთვის ის ხელს იჭრის და ანუ ვიდეოს ბოლოს არის ტიპი კარჩე აი ჩამოსაკიდი ბრელოკები როა მაგარში მე ეგ ტიპი არის რა ხელები ყველგან მოჭრილია ანუ ცოლი მოიყვანა ხო თითო ცოლს თითო აჩუქა რა ხო თითო ცოლს თითო აჩუქა ანუ ეს არის ძალიან დიდი ჟესტი რომ შენ კიდურს ჩუქნი რა და ტიპი ანუ არაფერი არ ქონდა რა და მე ქალები გამოვლენ და იტყვიან რომ კაცებიო ჩვენთვის არაფერს არ აკეთებ აი მითხარით ერთი ტომი სადაც ქალი ჩუქნის ფეხს ან ხელს აი მითხარით ბრო რამე გაიგია ეგეთი? არა, მორკა იდეა არის ხო შესაძლოა. ყველა საინტერესო რა ხდება ეხლა მოთხოვნილებებში შევიდა რომ ხელი უნდა მოიჭრა. აი თუ გეი ხარ მაგ დროს რა ხდება შენი აზრით მაგტომში? მაგტომში. ანუ ის ტიპი ვისაც ყველა კიდური აქვს, ჩათვალე რაღაცა ნიტო ხდება. ესე გეი არის. რაპონჩი გაქვს ყველა კიდური. ანუ თუ რამე არის შენც მოჭრევინებ. ესეთ ისინი გაქვს რაღაც მოთხოვნები. არა, ხელის მოჭრა არასდროს არ მქონდა ესეთი. მარა ეხლა დაფიქრდი. აი მაგალითად აი დეიტ აი იასნა გეხა 30 წლის ხარ უკვე გავიდეთ რომ თელეაბარ იასნაო თითქოს 10 წუთის გახსენდება ისეთი ძალიან ცუდი დეიტი რომელიც არ დაგავიწყდება და რაღაცნაირად ძალიან ისეთი კითხვები დაგისვა ტიპმა რა რაღაცა ხო არ ვიჩხუბოდა რაღაცეები რაღაც ძალიან ცუდი პატკად ბოდიშით რაღაცა შაყირი ქვია ხო მაგას თუ რაღაცა არა მაგრამ კომპლიმენტი აი შესრულება რა ესე ერთ მაგარი კომპლიმენტი მითხრა მაგრამ ეს კაცი იყო ან ნათესავი ჩემი და ქალის მოხუცი კაცი არის და ისეთი კომპლიმენტი მითხრა რომ თელი ცხოვრება დავიმახსოვრე მეთქი ამაზე კაი კომპლიმენტს არ გოგონა ესეთი ლამაზი ხართო უეჭველი მეგრელი იქნებითო და მეთქი აუ რატო ხარ ესეთი ნეტა როგორ მოიფიქრა ხო მაგარი აი ის რომ მეგრელებზე უყვართ თავის თავები და რა
თან ერთი 70 წლის კაცი იყო და მეთქი. მე პროფილგასტე რო იყოთ რა კაი იქნებოდა. აჰა. აი მაინც მოხვდა ხო ეგ კომპლიმენტი კარგად ვაი. კი და მაგარი კომპლიმენტი. ხო და მე გკითხეთ ცუდი კომპლიმენტი რა უთქვათ მეთქი. ისეთი რომელიც არ გავიწყე. ან რაღაცა ცუდი დეითი რაღაცა ისეთ ის მოგვიყვევი. ანუ ახლა რაღაც ესეთი ზდაროვა ჩემი დედაშვილი. არა ხო ეგ გასაგებია რომ არ ქონია, მაგრამ შუა დეითს რაღაცა ტიპს დაუწყია რომ რაღაცა შენ ხო არ მცემ რაღაცა ხო არ მომერევი და რაღაცა. მაგას უკვე მიჩვეული ვარ. მე რომ მეუბნებენ, კაც თუ ცემო, მე თუ მცემო, ეს უკვე მიჩვეული ვარ. მაგრამ ანუ რაღაც ის განსაკუთრებული ძალიან ცუდი რაღაც დეითი რაღაცა ესეთი ჩემს ცხოვრებაში მართლა გითხრა ვერ ვიხსენებ რომ მართლა მქონდეს. ხო რა ვერ მიდე მოსთხოვე ხარ ამ. არის მიდის იმენა ჯიგრულად ძალიან მაგრად. ესე იგი მალე გვაქვს ბრძოლა. მაისში გვაქვს ხო როგორც მითხარი და არის ორივე მალე გვაქვს იქა ემზადები ძმა ხა კონტრაქტი არ შერწყო იქ კონტრაქტი გავაფორმე კონტრაქტი ორი კაცია აი ხო და ეგ მაინტერესებს ხა ხო არის ხოლმე რომ რა თქმა უნდა ხა ყველა მებრძოლი როდესაც ერთმანეთს იცნობენ მე ვიცი რომ ცვლიან ხოლმე რა რაღაცა გამოცდილებებს რჩევებს აძლევენ ბოუცია ჩემთვის აი ძალიან ცუდი რჩევა ან მაგალითად მებრძოლებს ან უფრო კარგი რჩევა რომელიც უცნაური რამე რომ აი რაღაც თაფლი უნდა დაიკრა და მე უდარი გექნება ან რაღაცა აღდგენაზე რაღაცა უცნაური რაღაცა უსწავლებია ჩემთვის აი ზოგადად არ მიყვარს რომ ზოგს უყვარს რჩევების მისცემა, როცა არ ეკითხება რავინ და ია გიზის და გეუბნება, აი ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო. კამეჩის მაწონი წაისი ძალიან მაგარია. რას ლაპარაკობ? კი, აბა ჯონ ჯოუნსი რა გონია? კამეჩის მაწონზე. ხო, რაღაც ახლა ვერ დავიმახსოვრებ, მაგრამ ბევრი ხალხი არის ეს. ისე კოკაინის მოხმარება აუცილებელია UFC-ში რო ხარ, იმიტომ რომ ჯონ ჯოუნსი. თუ გინახა ჯონ ჯოუნსის მონეიკა, ცოლთან აქ 51-0-ზე იმენა ტიპ წარმოიდგინე. ყველაზე ძლიერი ყბა და ჩემს იგივე სტატისტიკა ეკრება ლიანას თავის ქმართან. 51-0-ზე. თუ კოკაინზე ძლიერი ყბა მართლა ჯონ ჯოუნსის ცოლს აქ. აი რა პონტია, მოიცა ერთ წამი, ახლა სერიოზულ პრობლემას და ცალკე ორგანიზაცია აქ დენას რაღაცა. ცალკე იმაშვებია ტიპები მეგონი. ცოლი წაგებებზია, ცოტას. მაგის ბონუს ვიხდის. მე რა არ მესმის, ახლა ზოგი ისეთი ამბავი და იმდენი სკანდალი ამტყდა რა, რომ კაცმა ქალს ხელი დაარტყავდა. აი ყველამ რო იცის, ყველასთან გაბაზრებულია, რომ აი ჯონ ჯოუნსის ჰობი არის და ის ცოლისთვის რთქმა და კოკაინის მოხმარება და რაღაცა ეგეთები. რა პონჩია რომ ყველას კიდია. ჯონ ჯონსია. და დეინა უაიტმა რო გაულაცუნა თავში თავის ძოლს კამერაში. ეგ არ მოგრა ნახე. ეგ არ გაქნა ნახე კაზინოში იყვნენ რა და ეს ძოლი რაღაც ტვინს ბურღავდა. დეინა მართლა კამერაზე იყო და რაღაცა. UFC არის უღრაში კაცების ორგანიზაცია რა. ფემინიზმი არ ჭირდება, ულაწუნებენ თავის ცოლებს და ვერაფერს ვერ აკეთებენ. არა ხო, დღეს ჩვენც ფემინისტები ვარ. აი შეიძლება ეგეთი რაღაცა. როგორ შეიძლება? უნდა დაიჭირო. უნდა დაიჭირო, რა თქმა უნდა. როგორც სპორტსმენი და მედალი გადასცენ. ძალიან რა მედალი, მაგას 30 მის კამარი აქვს. აი სხვადასხვა კიდე აი კოკაინზე ახსენე, არა მარტო ჯონ ჯოუნსი, მაგალითად მები დიასები სერიოზული ქეშები არიან რა. აი და ეწევიან ხო და ხო არიან ხო, მაგრამ ოქტაგონზე ისე გამოდიან ხოლმე რა ქვია. გახდა უკვე. ანუ ადრე იყო არალეგალური, ანუ დოპინგს რო აბარებდი, თუ სისხლში ქონდა პლანი, ანუ მოიხერხა. ეხლა შენ მომხარე ხარ სტეროიდების მოხმარების თუ არა? წინააღმდეგ. მე ბულკი თავარ ხარ. არა, ზოგადად რა, მაგალითად ყველა სპორტსმენისთვის დაშვებული იყოს თუ არა, იმიტომ რომ ჩემი აზრით უნდა იყოს. სტეროიდები? შიტინგია ეგ ჩაოლებრივი. არა, ხო და ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული. ჯერტი ეგენი ხო ისედაც ანუ წინ არიან რა, ეხლა ჩაოლებრივი ადამიანები არ არიან და ბარემ რადგან არ არიან ჩაოლებრივი ადამიანები, ბარემ მიეცით უფლება რომ გვაჩვენონ აი ყველაზე ბოლომდე მაქსიმალური ცხოველობა, ხო რა? ნუ სხვადასხვა ორაზროვანია, თან გეთანხმები, თან არ გეთანხმები, მაგრამ მე მგონი ეგ ხო სანახაობაა, ხალხი იმისთვის უყურებს რომ აი ვიღაცა დააინვალიდოს და რამე რა. ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ ყველაფერი იმედია გადარჩება და ხალხს უყურს ძალადობის ყურება და ბარემ ბოლომდე ვიძალადოთ. ანუ იგივე თემა არის. დანები შეუგდოთ. აი ყურე იგივე თემა არის, რაც გლადიატორების ბრძოლა, უბრალოდ თანამედროვე დროში არის გადმოტანილი რა.
ხო და შენს ერთ-ერთი გლადიატორი. რამე წესებს შეცვლილი UFC-ში? ან რამეს დაამატებდი? ან რამეს გამოაკლებდი? ლიკა. გვიპასო ხეთროზე. ანუ რაზე ამბობ? უყურე მაგალითად არა, ზოგადად რა იმართლა ჯოროგანის რო იძახის რომ ანუ ერთი რაუნდი უნდა იყოსო, არ უნდა ჩერდებოდნენ და არ უნდა ეძლეოდეთ ეგ ისო რა. შენც ხომ რამდენი რაუნდია? ტიპი ყავს დაჭერილი აი რაღაცა armbar-ში ან იმ choke hold-ი და რაღაცეები და უცებ დრო დასრულდა. ხო, გილიოტინაში ან ამაში და უცებ დრო გავიდა. იმისი აზრით უსამართლობაა. აი აზრი არის ეს სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ უკვე რავი ჩვენ შევედით ამ მუღამში რომ დაურეკე დეინას ერთი მინდი. არა, მაინც უკვე შევედით მაგ მუღამში რომ რაუნდები არის და ანუ რაუნდი რომ დამთავრდება, შეიძლება აი ვერ წავიდა, ვერ ამოხვედი იქედან და ახლა გადაგარჩინა რა, ახლა დრო სიმართლე რომ თქვა და ახლა რომ აი დავუშვათ ოლივეირა და ჩენდლერი მახსოვს მაშინ იჭხუბეს და ანუ ლამის დაანაკაუტა ეს ჩენდლერმა ოლივეირა და всё ანუ ჩენდლერსაც ეგონა რომ всё короче შემდეგ რაუნდში всё მოვიგებო რა უეჭველიო ფაქტიურად დამარცხებული არისო ხო და ოლივეირა გაიაზრა რაღაცები ცოტა გამოფხიზდა და გამოვიდა და ჩემპიონი გახდა და ზოგადად ესეთი რაღაცეები ან ის კამარუ და ის რო ჭხუბობდნენ მე თავში რო გაარტყა ფეხი და მაგით რომ მოიგო ხო რა ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ ფორმატს და ანუ შეიძლება ანუ ეს ერთი წუთი დაელაპარაკო ზალადობა გვინდა რა ხო ნუ ეგ არის ხალხობა მოგწონს ამის ყურება რა მეც მინდა ზალადობა ეხა უყურე ეხა ჩვენ ბიჭებთან ყველას იცნობ ჩვენ ქართულ ყველა მებრძოლს რატო არ მოდიან არა ხო რა მაინტერესებს ანუ ყველას კარგად ხარ კარგი ურთიერთობა გააქვთ მერაბისთან ახლოს ხარ ვარჯიშობდი კიდევაც ხო მერაბისთან ერთად აი კარდიოს აი რას აკეთებს ეგ ბიჭი საერთოდ ანუ რას აკეთებს არის ისეთი რაც შეიძლება თქმა კამეჩის მაწოდე ეგ აქ სეკრეტი სულ ფიქრობ მეთქი რატო არის ძალიან ენერგიული და მე მithres რომ ვანელი კაცები ესეთი ენერგიული ხალხი არისო და კაი მაშინ და მე მამამისი გავიცანი და მამამისი ჩანს რომ ძალიან ენერგიული ესეთი კაცი არის წავა იცეკვეს ახალგაზრდებთან ან KP-ის ეს არ ჩერდება და მეთქი გასაგებია გენეტიკა არის ესეთი ხო მაგრამ აი ყოფილა რომ რაღაცა აგიღია მაგალითად ჩვენი ბიჭებისგან რომელიღაც ან ვარჯიში ან კვების რომელიღაცა დიეტა ან შრობის დროს მიდგომა მერაბის რო ვილაპარაკოთ ეს ტიპი არის რომ ანუ რაღაცა სპეციალური კვება სპეციალური რეჟიმი ან რაღაცა არ აქვს ანუ პროსტა აი ეს ეგეთი რა პროსტა რა ეგეთია ტიპი კი ესეთი ტიპი არის მეც მეუბნებ მეთქი ანუ წონისკლება არ იცის მაგით და მეუბნებ მეთქი გასწავლი მე 10 ხანდახან 15 კილოს ვიკლებ ყველაზე რთული არის ეგ ბიჭო აი მაგას გასწავლი პარკებში შეხულები არიან და იმენა აუ ჩემი აზრით ეგეც სისულელია რა ჯანმრთელობას ხო იმაშობა ხა იქ იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ვაფშე გამოდის რომ აი სხვა წონაში არიან რა უყურე აწონვისას ორივე რაღაც 65 კილოა და მეორე დღეს ერთი ტიპი იჭდება 80 კილო აი პერეირა ტიპი რაღაც გამხდარი გამოდის ხოლმე მეორე დღეს ვიღაცა მუტანტი გამოდის 80 კილოიანი აი რამდენი 15 დაიკლია ხო და რამდენი ანუ უყურე 15 იკლებს ასწავლე მე გოგოებს აუ საშტელება არის იმიტომ რომ გაიხვიო უფრო იმატებ ხო ანუ ერთ თვეში ვიკლებდი 15 კილოს მე სამაგად იმატებდი კი მე ამ ყველა მეკითხო რა გასუქებული ხარ გაი გასუქებული ვარ 15 კილო დავიკელე და მე მოვიმატებ ყველა სასაცილო ვინ არის პედი პიმლეტი რო არის ანუ ტიპი ჰიპი არის ანუ ბძოლის წინადღეს არის ესეთი არის ტიპი ხოაზე ხარ და დაახლოებით 1-3 დღეში ისევ რაღაცა მაგი ერთხელ ჩხუბის დროს არ წყია ვაფშე აგინახიათ? ამა რაღაცები იცის. არა, ჩხუბი ქონდა, მე მგონი კეჯვერიორსი იყო თუ რაღაცა. ჩხუბის მერე, ანუ ყველა ქართველი უნდა ვერიტანდეს ესეთი რაღაცეები თქვა, რომ მართლაც მაგარისად ღერ ტიპია. ხო და ესეც აზზე არა მარკეტინგი. იმედი მქონდა რომ მეთქი ეს მაინც იქნება ცოტა მოხოდილი და არა მედი მოყევი და მე მაგაზე ვისაუბროთ მარკეტინგზე. ჩხუბის მერე ან მოიგო და მიკროფონს ადლევენ და წავიდა გარეთში. არწია ხო. ეს ხო შორს. ეგ რაც მწყინის ქართველებისგან, აი ხა ილია მიცის, მაგრამ აი სხვებისგან რაც მწყინის ისაა რომ მარკეტინგი არ იციან რა, ყველა ის რომ respect, I respect you brother, you respect me, yes I რა respect, ბიჭო კონორ მაკგრეგორმა ტიპა მილიარდი იშოვა, იმითი პროსტა გინებით და რაღაცეებით. აი ხა თქვენ გონიათ რომ კონორი დადის და ხაბიბს აგინებს და ეზიზღება, პირიქით სულ მადლობებს უნდა უხდიდეს და უხდის კიდევაც, როგორც ხაბიბი კონორს, ისე კონორი ხაბიბს.
იმიტომ რომ მაგითი გაკაჭეს. ჰაიპი რა. ხო, ზუსტად და ბიჭო ქართველები არაკეთებენ ძმაო და რავი ვიცი რომ ხალხო ისე გავიზარდეთ რომ თავშეკავებულად და რაღაცა პატი უნდა ვცეთ და რამე მაგრამ ანუ დედანტირები ბიზნესია. ტრეშ თოლკი კარგად გავა. შენ აი მაგალითად შენ ტრეშ თოლკი მე აი რომან დოლიძეს ეზიზღება ძმაო რა. აი ვაფშე არაფერს არ ეუბნება ხოლმე ყველას პატივს ცემს. მაგრამ პატივისცემა მეთქი ცოტა შეაგდო. აი ყველაზე ახლოს რომელთან ხარ ჩვენ ბიჭები და ყველაზე კარგად ვიცნობ მერაბის და მეორე აი რომანი ხო? უთხარი რომ ცოტა აგინოს ხო. მართლა то ბიზნესია. ვიცი, მაგრამ ეს ტიპაჟის ადამიანები ვიცი ხო, მაგრამ ნუ ხა და შენი ტრეშ თოლკი რატო არ გვირახავს არსად? შენც ესე ტიპი არის. Respect ეგრევე ყოველ respect რუსულია. არაფერია. Yes, I respect you. ანუ რაც ესეთი მეტოქები არ მყავდა რომ დაელაპარაკონ და რაღაც აყვე ისე მეც ანუ ვარს არ ვიტყოდი რაღაც ესეთი რომ მაგრამ სკუჩნი ტიპები მაგრამ სხვათა შორის დამღამებული მაქვს შენი ბრძოლები რას ნანახი მაქვს ყველგან რატო გას ანდერდოგი ხარ ხოლმე სულ და რატო გაქვს ეგ სტატუსი რომ ლიანა ჯოჯუა უნდა იყოს ანდერდოგი ჩემ სურათს რო უყურებენ ფიქრობ არა ბუკი არის მაგი როგორ უნდა მოიგოს ყველგან ანდერდოგია მივარტყა მოვარტყა და ეს ერთ-ერთი პირველი ბრძოლა რომელიც მე შენი ვნახე იქ Nightmare ანუ ღამის კოშმართან ხონდა ის გოგო რო იყო ხო Fight Night-ში და მანდაც ის კომენტატორი ლაპარაკობს, იქაც ეგეთი ის არის, რომ ანუ ახალი ის არის, ბებზოლი არის, ანდერდოგი. თან რო უყურებ, მართლა ბულკივითა ვარ ისა. ის კაცი ჭამია ის ხარი. წილებზე მიწერეს იმ რაღაცა VV-დან თუ რაღაცა. ანუ მე 40000 დაჭდება სალენერო. ანუ მეც ახლა ერთი ტიპია დასაკრიში. დასადები რომ გქონდეს რომ ნახო ჩასაწეცი არის ერთი ტიპი. ხო, მოყევი მაგაზე. არა, ანუ მე ვიძახი იმას, ანუ მეც რომ ნახო და აი მახნატკინაზე იძახ. სხვა ზუსტ მახნატკინა, ანუ იმის მე რომ ვიჩხუბე მაგასთან, მაგის მე PFL-ში ფინალამდე გრან-პრიზე მივიდა, წააგო ფინალში იმასთან, კაილასთან. კაილო დღეს არის, ანუ პირველი არის რომელიც იბრძოლებს იმას კამარზე UFC-ზე. ანუ ძალიან მაგარ ტიპთან მარტო წააგო და სხვა ბრძოლები ყველა მოიგო. PFL-ი ჯეიკ პოლისაა თუ? მე აზიარო მაგრამ PFL-ი ამას ლიჟმი გადაუხატო რა ორგანიზაცია ამას და ვიღაც კომერჩი მოაქვს ფული მოაქვს ბანკის ანგარიში არ წააქვს ვაფშე რესტორანში პატიჟებენ ეგ ხაჭაპურებს საჭიროა ვიღაცას ურტყავს და ეგა ნუ ფაქტი არის რომ PFL-ი ახლა მაგარი ორგანიზაცია არის და ძალიან кай ფულებს იხდიან და ფაქტიურად UFC-ს მერე ახლა PFL-ი და კონორმა რო გააკეთა ის BKFC ანუ Bare Knuckles ხო ახლა მაგის თხუბს ხო რაპირებ თუ საერთოდ აა დედა ჩემ მოკლა სევაში მაგაში თუ გავა ჯეიკ თუ არ მოკლეს რამდენი ამეზეა დედა შენთან რამდენი ნოლზე არის ვაფშე არ მომიგია რა დროს არის ერთი 100 ნოლზე თან რო ვეუბნები რატო მირტყავ რატო მცემ და მეო არას აი ეგ არის ბიჭო 90 ხო 90-იანის ბავშვები ვართ რა ყველა აი რატო შვებიან მშობლები რომ ბლოკირებას აკეთებენ მოგონებების რომ არა ძმაო მე შენთვის ხელი არ დამიდია რა არა და ის ჩუსტი ქონდა მიზანი გასწორებული ჩემზე რა იმ ჩუსტის ხოლმე ჩუსტი უყვევდა წვეჭ რაღაცა ისი მებს აკეთებდა ხოლმე რაღაცა მანევრები ქონდა დამღამები არა შენთან ძალიან კულტურულები ვართ ხა ხალხი გვაგინებს რომ რა პონჯი ეგცევიდო კარგადო ხო და ეხა მიდი და არ მოიქცე აბა არ მოიქცე აბა მოდი თქვენ დაჯექი და თქვენ მოიქცეთ ხო მაგრები ხართ არა დაჯექი აქ დაჯექი მოდი და უთხარი რა სტოლი უდევს არა მარტო დანა ჩეჩენი დაცვა ყავს და ვიღაცები და აი როგორც ვიცი მიდი ეკაიფე დაცვა რა მინდა ყველას მითონ როგორც ვიცი გაიზარდე რუსეთში მოსკოვში რამდენი ხანი იცხოვრე აი 1-4 წლიდან სანამ უნივერსიტეტი არ დავამთავრე იქ დავამთავრე უნივერსიტეტი კი და რაზე სწავლობდი თუ არა ზენულო მასწავლებელი ვარ ხადაო რისი ფიზკულტურის ფიზრა და მოიცა მაგას უნივერსიტეტი ჭირდება მე მეგონა რაღაც უბნისტები მიყავდა 4 წელი რა სწავლობ ფიზკულტურა ციგნები როა მარჯვენა ფეხი მოიქნიეთ არა მართლა მაინტერესებს რა სწავლობ ანუ 5 წელი ფიზკულტურის
ანუ საქართველოში ახლა ფიზკულტურა როგორც ხდები, არ არის ძალიან არა ფიზკულტურის მასწავლებელი ყავდა გოგია, აი. ო, ეგეთი უნდა იყოს რა. რუსეთში ესე არ არის, ანუ და თუნდა სვამდეს. ხო, თაეწევა. თუ არ სვამდეს, რა ვიმე. ტროხა მასწავლებელი. ანუ სხვადასხვა გაკვეთილები ქონდა ბიომექანიკის, ბიოქიმიის, პროდიუსერი მაგას кайფობს ჩემში. აგლიანა ყვება რაღაც მე იმას ვაკაიფებ. ანუ მე რო ჩავაბარე ფიზკულტურაზე მეთქი ახლა გაგიჭირდა. მე ფიზკულტურა ისე ჩაწყობით მოხდი ხო? სპეციალურად ჩავაბარე მეთქი ახლა ჩემ სპორტში არ შემიშლია ხელს. პროსტა სისხლი ამომწოვეს, აი მეთქი რაღაცა შეღავათ სპორტსმენი ვარ, თან მახსოვს მაშინ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, კამარი მოვიდა, ის ზუსტად Fight Night-ში რო ვიჩხუბე, ეს მახნატკინეს რომ მოვუგე, მეთქი ეხლა მაინც ხო უნდა, აი ბოლო წელი იყო. პატევი არ ქცეს ხო არანაირად. ვაფშე, აი თითქოს აი პროსტა რა იქა. სარიელი ადგილი იყავე. აი მე, აი გაგზელეს მას შეურაცხყოფე. არაფერს არ წა. ნული ხარ იმენა, შეწყობება. არა ეგრე იყო. უსტოე და მესტა. რაზე გიждდებოდი, ანუ სამბო ხო არის, ანუ რუსული სპორტი და სამბისტებს ისე პატის ცემენ ისე და რა ბანძიკე მესნიკი პროსტა აი. კადიროვმა არ გაჩუქა არაფერი. არაფერი არ მაჩუქა. გელიკის არ გაჩუქა? არაფერი არ საიდან აიყიდო რაღაცა უნდა ეჩუქებინა. ხო და ცუდ ზარაფერს რო არა. საიდან მოიტანეთ რომ რა უნდა ეჩქებინა ბატონ კადიროვს. არა მე არც ვიცნობ ეს ზოგადად. მე ვარჯიშობდი ჩეჩნეთში. ამ ხო ნუ ფაქტი არის იმისი რომ მე ახმადში ვარჯიშობდი ხო? კი ახმადში ვარჯიშობდი, იქ ბევრი სპორტი ჩამიტარებია. მაგრამ კადიროვს არ ვიცნობ, მაგრამ ახლა რუსეთში ცხოვრობდი და ხან იმ კლუბში ვარჯიშობდი, ხან სხვა კლუბში არა, ვარჯიშობდი. ყველაზე კაი ისეთი კლუბი რომელი იყო, სადაც იმენად საკაიფოთ ახმადი მართლა ძალიან კაი დონის კლუბი არის, დღემდე არის მართლა კაი კლუბი, სადაც ძალიან მაგარი ვარჯიშები არის. ანუ ჩეჩნეთში ცხოვრობდი? არა, არ ცხოვრობ, მე ზბორზე აი, 2-3 თვე ხო, რაღაც კი, ესე. აი ეს ერთი თვით, ორი თვით მომზადებისთვის. რამე ისტორიები არ აქვს ჩეჩნეთიდან? აი რა, აი განსაკუთრებული რა, აი ეს მურატთან რაც მოხდა, ეს იყო ჩეჩნეთში ზუსტად. აი ეს ისტორია იყო. ანუ ჩეჩნეთი როგორ არის ვაფშე? აი რესტორნები არის, რაღაცები არის, ჩაულებრო შეგიძლია წასვლა. გართობა და რამე? გართობა კლუბები არის? სტილის კლუბები. არა, ანუ გართობით ვერ გაერთობით ვაფშე. აი, იმიტომ რომ მე ვიდეოები მაქვს ნახე ტიპებს რომ შორტებით ხედავ, იმას მისდევენ და ურტყამენ და რაღაცა და. კი. და ამას ევასება. კი, ეგრე უნდა ქნა, აბა კაცი რო შორტებში აიწო. არა, ნუ, ანუ მე ჩავდიოდი მარტო სავარჯიშოდ, ახლა რო გითხრათ, საკეიპოდ მიდიდი, შეფუთული დადიოდი თუ არა? არა, თუ უნდა ვიარო შეფუთული არა. არა, რა ვიცი. მე და ჯინსებში დავდიოდი რა. ვაუ, ჯინსები. ანუ თქვენ აი ახლა ვაუ, ჯინსებს და აი ეს გონია თავისუფლება. ხალხი ისე მიყურებდა რომ ჯინსებში გოგო და ანუ მართლა გასაკვირვი იყო და მახსოვს ერთი ქალი მიყურებს რა, ჩეჩენი ქალი იყო და ჯინსებში ვარ მახსოვს და მიყურებს ჩეჩნურად. უი, გოგონებო, საიდან ხართ? მე საქართველოდან ვარ და რა ესეთი სიტყვა მითხრა რა სავრიმენები ხართ? თანამედროვეები ხართ? ხო, ანუ მანდ ხა არ დადიან ეს ქალები. არ დადიან, ნანახიც არ აქვს, მე მგონი პროსტა. ანუ გადმოცემით იციან ხა რაღაც ნაჭერი ჯინსი რო არსებობს იციან, მაგრამ ანუ კაცები ხო დადიან ჯინსებში, მაგრამ ქალები არ იცვენ. ქალები უჭირს სახში იცომენ. აუ. რა მაგარია. და რამდენჯერ იყავი დაახლოებით? ბეჯერ. ანუ რეგულარულად, როდესაც ზბორი იწყებოდა, მიდიოდი სავარჯიშოდ. ზბორი ახლა სხვადასხვა ქვეყნებში მქონდა, მაგრამ აი ანუ გაბლატავდი ახლა. ყოველ კვირას ჩეჩნეთში ჩადის რა. ნუ სავარჯიშოდ კი საკმაოდ აი ზუსტად მარინას რო ვემზადებოდი Fight Night-ში, მაშინ ვემზადებოდი ჩეჩნეთში და ძალიან მაგრამ მომზადეს მართლა. არ ვიცი, იქ რო არ მომზადები, ახლა წარმოიდგინეთ რა, დღე და ღამე სხვა საქმე არ აქვს, მარტო ვარჯიშობ. რო არ მოიმზადო, ანუ არ არსებობს რა, სულ ვარჯიშობდი და ანუ მარტო ჩხუბზე ვფიქრობდი და იდეალურად მომზადე. აი როგორ ფიქრობ, აი მომზადებისთვის რა? მე მოიგე ბრძოლა. კი, მოიგო. მომზადებისთვის აი რომელი ადგილი უფრო ისეთი არის, შენთვის პირადად, აი მაგალითად აი ეს ახმატის დარბაზი თუ საქართველოს რომელიმე დარბაზი შეგიძლია ის კარგად მოიმზადო როგორც იქ? არა, უბრალოდ იყავი ღია თქვი რა, ეხლა რეალურად ახლა მე ანუ
საქართველოს არ შევადარებ არც რუსეთთან, არც ამერიკასთან და არც სხვა ქვეყნებთან. საქართველოში ზოგადად არ გვაქვს ისეთი პირობები ვაფშე, რომ თუ დააკვირდებით, არც ერთი მებრძოლე, ვინც UFC-მდე მივიდა, არც ერთი არ საქართველოში არ მომზადებულა, ხო? საქართველოში ვაფშე არავინ. ხო და მე მგონი ეს რაღაცას ნიშნავს, რომ ხალხი დაფიქრდეს, რომ მართლა ახლა პირობები საქართველოში სამწუხაროდ არ არის და იძულებული არის ხალხი სხვა ქვეყნებში ცხოვრობს, ივარჯიშოს და ეხა რომანი უკრაინაში იყო, მერაბი ამერიკაში იყო, ილია ესპანეთში, ქუთათელაძე შვედეთში, არ ყველა სადღაც არის გასული და ეხა მეც მაგიტო გამიკვირდა, რომ ესეთი ჰარდკორის შემდეგ შენ დარბაზებშიც ვარჯიშობდი, რომ ეხა აქ გაიჩნდე და როგორი ის არის შენთვის რა, რაღაცა იზიზე რო დააყენო თამაში, დაახლოებით ისეა, ხო შენ? არა, პროსტა ხო პირობები არ აქცევენ ყურადღებას. და რა პირობები ჭირდება, ვერ ხვდები მართლა. ელემენტარული დარბაზი უნდა იყოს, თავისი cage-ით, თავისი ყველაფრით, რავი, დასაბანი რო იყოს ქალისთვის, კაცისთვის, სითბო რო იყოს, რომ შედიხარ დარბაზში რო არ იყინებენ, ახლა რა ვიცი მე დარბაზში მიდია შევიდე და გავიყინო და მაგისგან ბევრი ტრავმები იქნება. აი ყველაზე ისეთი ტრავმა რა გაქვს მიღებული, აი რომ დიდი ხანი დაგჭირდა რეაბილიტაცია. თვალის ტრავმა მქონდა, ოპერაცია გაკეთებული და რომელი თვალი? არ მახსოვს. თვალი რა გახსოვს მართლა? მე მგონი ეს თვალი იყო თუ არ ვცდები და ანუ ერთი წელი მითხრეს რომ არ გინდა არც ივარჯიშო და მე ნელ-ნელა დავიწყე და აი ზუსტად დიდი პაუზა რა მქონდა თვალი. ისე ტრავმებისკენ დიდად არ ხან მიდრეკილი როგორც ვიცი. ხინკლის წვენს რო ვისხა მაგით. ხო, დიდი რაღაც ნუ ეს თვალზე სერიოზული ტრავმა იყო, იმიტომ რომ ის შემეშინეს რომ ვაფშე კარიერა უნდა დაასრულო, ვაფშე აღარ უნდა ივარჯიშო ის. ფოტოშოპში იწერებოდა მახსოვს ეს MMA ქართული MMA-ის ისინი წერდნენ ხოლმე რომ საქართველოში დავაკვირდი, აი ეს ყვითელი პრესა. ხო, შენზე ძალიან ბევრს წერდნენ რომ ანუ უნდა დაასრულოს კარიერა, რაღაცა ტრავმა მიიღო. ბევრი რაღაცის განკი არასდროს ცხოვრებაში არ მithvia რომ ვასრულებ კარიერას, მაგრამ ყველა მეკითხება შენ ხო დაასრულეო და რატო ანუ რაღაც ყვითელი პრესა სულ რაღაცეებს. ანუ იცი რა იყო მაგათთვის UFC-სთან რომ გაწყვიტა ანუ კონტრაქტი რომ გაწყდა იმათ ეგონათ რომ всё დამთავრდა. და ეგრე არ არის, აგრძელებს ადამიანი ვარჯიშს და ვინმე აი ადამიანს მაგალითად იმაში armbar-ში და რაღაცებში რომ იჭერ ხოლმე რა, იმაზე ფიქრობ რომ ბოლომდე უნდა წახვიდე და მოტეხო? სამწუხაროდ ახლა საჭიროა ხან აი დავშათ ის მოგიტეხავს ვინმესთვის რამე ეგრე UFC-ში მოვტეხე ხო იმ გოგოს იმ გოგოს მოტეხა კი სამწუხაროდ ხო სხვა გზა არ ხო მოტეხა და წამოხდა და ხტუნაობს უხარია რა და იქ გოგოს იმენა სახია გამძრვალა ხელი ესე კიდია იმენა და ეს წამოხდა და რაღაცა ხტუნაობს და აი ეგ როგორა გაქვს დალაგებული ფსიქოლოგიურად ან ტიპი დაასახიჩრე და შენ წამოხდი და რაღაცა აა თავის ბრალი ხო არის რატო არ ნანებდა იმ გოგომ თავი არ ხო კი არა სხვა ჩვენი ბძოლის მერე კაი მებძოლი ანუ ბევრი მოგებები გქონდა და ხო ნებსანდო არა კაი მებძოლი არის ადამიანის ცხოვრება დაანგრია ფაქტიურად არა ნაბარო წარმატებული გახდა მაგარი კაი მებძოლია ხელი თუ მოამწრე ხო მოამწრე ერთი წელი ახლა ვერაფერს ვერ აკეთებ და იასია და მე რო დაბრუნდა ხო ძალიან წარმატებული გახდა და что და პარაოლიმპიადაზე მორჩი გამოდის ხო ისე მოგუდოა რა პონტი ანუ გათიშული ყოფილ ხარ ეგრე ხელს რომ მოეჭირა ვინმეს და გათიშულიყავი არა ესე კი ისე ხარ აძლევ არასდროს არა ვაძლევ ერთი ბძოლა მქონდა სადაც შეგიძლია ირაკლი რომ მოგუდო მე მართლა მაინტერესებს ეხლა უნდა გავითიშო ვერ გავიგე არ გინდა არ გინდა მე ის ვარ მე ნასვამი როგორი თემა იცი ეხლა გეტყვი რა ეხლა მე უგუდი ვარ და ვიცი ამაში რომ გიჭერთ უცებ რაღაცნაირად აი ყურებში თითქოს რაღაცნაირად გირტყავს გინათდება და ესე მაგარი რეიტინგი დაიდება მაგრამ არა მე ლიანარო გუდავს ირაკლის მიშას სხვათა შორის ანუ ვარჯიშზე და მაგას ტვინიდან გაკალდება რაღაცეები კი ანუ მავნე არის ანუ ცელამ თავაზობდა მოდი მოგუდო ეხლა რომ ჟანგბადი არ მიეწოდება მაგრამ მიგუძებ აუტისტი ვარ და ეგრე ვიშა ანუ ხანდახან ვარჯიშზე ანუ მაინტერესებდა როგორ არის რა რომ მოგგუდონ და ანუ თითქმის გაიღვიძე და რაღაცნაირი არ მაგარი თავის ტკივილი გაქვს მე მოდი აბა არა დავაი როგორ გაერთ ნახე რა ბედნიერი არის თა გაბედნიერი ყველა ქალის ოცნება ახდება პირდაპირ ეთერში ეხლა
აბა წავიდა. მოგვდა სადამდე გაუძლებს. კაი თამრელი სურათიც არის. კიდე ხარ გინდა. მეგორი გაუსწორდა. მაგშოტკას არ ჯობა. პირიქით გაუსწორდა. ხავს ვიკავებდი ხო? თქვენი გაწითონდი. თქვენი მოლოდინები არ გამართლდა. თქვენ მოლოდინები არ გავარდი. ეხა რა მიგრძელი მართლა. აი ხა ყელი მტკივა აქ. აი ხა მე მოიტალა. ანუ მესამერეთ ფლაგი ამტანი რო არ არის კაცი. ხო. აჰა, всё. ანუ მე დამაფასე. ხო ხედავ. მიდი მოგუდე შენ ჯამრთელი ხარ. მე ბიჭო შენ ჯამრთელი ხარ, მე არ ვარ ჯამრთელი. მისმინე, არო, გამოსილი მაქვს ერთი სამჯერ მოგუდული აა ყევარ. მართლა? კი, აბა. აბა რაღა დაგაში დაგიშავდება შენ მიჩვეულ. არ მინდა დამანებითა, მე ხო ვიცი რა არის. არა, ეგ რა არის სხვა შორის? აი ესა მებრძოლები, ვინც გათიშულები არიან, იმათი გათიშვა უფრო ადვილია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც არასდროს არ ყოფილა ეგრე რა, გონება დაკარგული. ხალ ყელი მტკივა, მე აგო ვიგუდები, ხროხიდებ რა ძლივს უთქო. ვიყავი მაშინ თურქეთში. ხო და მივედი სავარჯიშით, მაგრამ იყო კრივის ვარჯიში. ახლა მოკრივედი და კარგი არ ვარ, ახლა სიმართლე რო ვთქვა, ხო. ხო და ვარჯიშის წინ ახლა სხვადასხვა ქვეყნებში ხო მიცნობენ, ხო და ერთ თურქი ბიჭი იყო, რომელიც მიცნობდა, ვაი, ლიანაო სურათი გადაიღო პატივიმცა და ისეც და ვარჯიშის დრო მოდის, ვარჯიშობ და სპარინგზე ვდგებით ამ ბიჭთან. არა და ანუ პატივიმცა, ნუ მაგრამ ჩემზე დიდი ბიჭი იყო წონით. ხო და ვდგებით სპარინგზე. აუ იმენა ვძნობ რომ ყოველ დარტყმაში იმენა ჩემი მოკლა უნდა. ანუ იმენა გირტყავს. იმენა მირტყავს ჩემი გათიშვა უნდა და თან მიტყდება არ მინდა ვთქვა არაფერი ახლა UFC-ის მოჭხვარი ვარ მაგ დროს კაკრას მოვიგე მაშინ. მეთქი ახლა იფიქრებენ UFC-ის მოჭხვარი ისეს მაგრამ კაცი არის თან ჩემზე დიდი არის ახლა იასნი არის ვერ მომერევი და კაცი ვფიქრობ რა გავაკეთო და ახლა კრივი არის. ახლა არავინ არ მოელოდება იმას რომ მე ახლა მუხს დავარტყავ. ხო და ხო მიტყავს და რაღაც მომენტში ქვემოთ რო ჩადის მოკრივეებს უყვართ ეს რაღაცები და მუხლი პირდაპირ ყვაში რო ჩავხედა. კოროჩი ნოკდაუნში რო დავარ. ტაილანდური ჩაუტარე არა მომენტალ. ეს ტიპი no ტიპა რაღაც მეუბნება რომ არ შეიძლება და მე კიდე sorry don't understand I don't speak English. No. ვაი მე რამდენი ვიცი მე ანუ ჩემ მეგობარი იყო მაგათი ტრენერი და მე 2 წლის მერე მიყვებოდნენ რომ ყველას უყვებოდა აი ლიანა მაშინ ჩამარტყავ მუხლიო. არ შეგენ ხალხი გაუბედურებული ყავს ფაქტობრივად. რა აბა რა ღირსი ხო იყო. ხო ასნე რა თუ გირტყამდა? შენ როგორც თან მაგარი მორწმუნეც ხარ ხო იმენა? მაგარი მორწმუნე. რანაირად არის ხა ეგორი? აი არ მაქვს მაგარი რწმენა ზუსტად რომ არ ვერტყავ. ახილს ტეხავს რაღაცა და მე მიდის ინარიებს ეგრე მომეტალურად. ეგა მე მივდივარ სხვა ეკლესიაში სხვა შორის აღსარებას ვაბარებ. მართლა? ხო. რა სიძახითო? ვიღაცებს რო გეგონათ მიშა ექიმი ხვალიდან აღარ ვიქნები. ხვალიდან ეგ სტატუსი ჩაიხსნება ოფიციალურად. რომ კარგად მომეკეთეთ, მაგრამ ხვალიდან თავიდან დავიწყებ შენ. არა, ეხლა რა საკეთებს? ანულებს. განულებს მომენტალურად ის გაწითლებული რაც აქვს რა, ბოლომდე განულებს და თავიდან დაიწყება აწყლა ეგრე მომენტალურად და თავიდან დავიწყოთ. შენც ეგრე ხარ ხოლმე? ვიღაც ტეხავს ხელებს რაღაცებს და მე რომელი თუ მოპატიე რა. ანუ ეს ხელის მოტეხვა ასე აი ყაბელაძე ცუდი ტრავმა რა მიგიყენებია სხვისთვის. თუ ეს არის ყოველთვის ტრავმა. ერთ ბიჭს გული ვატკინე. ხო, ათანდე, ანუ მე ძალიან მიყვარს იმენა ხელზე მტკივნეულის გაკეთება და ანუ პირველად და ბოლოჯერ არ იყო რომ ხელი მოტეხა. ცოტა კაი რეპლიკა ჩააგდო ეხლა ვარ. ხო, ერთ ბიჭს გული ატკინა და იგი ყველაზე ვინები დატრავე. საშულიშულოდ. არ ვიტყვით ახლა მაგრამ. მაგრამ არიან ხო და кайფ. ნუ რა თქმა უნდა ახლა. რა თქმა უნდა ეხლა. აი ხო როგორ ის არის რა ეხლა ეთყობა რა რაღაცა მებრძოლია ძალიან მაგარია და აი მომენტებში ეს ლაპარაკი როგორ ქალურდება ხოლმე ასე. მაგრამ ეს ამორილის სინთეზი არის ლიანასი რა. ხო და სხვა შორის მაშინ იმას ხო აბა ის ამანდა ნუნესი და ვიღაცები მოზვერები არიან და ისინი მაგათ მეც ვურტყავ დუბინკას ფულში ისე მაგას რო ცოჩი კაცმა დაარტყას მეგორი არანაირი ის არ იქნება იმიტომ რომ ქალების კატეგორიაში შეგენი არ გადიან მაინც ხალები არიან მაგრამ ამანდა როგორც ყველა ხალი განა ხალია ჩემულიანა არა როგორც ვიცი ამანდა არის ანუ ოჯახია აქვს და თვითონ არის ქმარი როგორც ვიცი
ხო ისაყო თან შულიც ყავთ მაგათ შულიც აღავთ კი ხონდა გმარმა გააჩინა კაი არაფერს არ ვიტყვი რა არ მცემოს ახლა მაინც ერთწონაში ხო არ ხარ ექსამი ვეზგუცე რა მაინტერესებს ის რო არის პოლონელი როა სხვათა შორის იმას ქონდა ხოლმე ძალიან მაგარი დაპირისპირება იმ როუსთან გვარი არ მახსოვს ხო როუსთა მაიონეზ და ენჯენჩი ხო მაგათ და ეგენი შენ წონაში იყვნენ თუ არა ჩემს დაბალი წონა არის მაგრამ ენჯენჩიქს ვიცნობ და აი ისეთი მაგარი გოგო არის ძალიან მაგარი იმენაჯგარი გოგო არის ძალიან მომწონს დაურეკება ესე ეხა ანუ ესე ცნობილ ტიპთან ვისთანა გაქვს აქტიური ურთიერთობა ზოგადად რა რომელ სელებრიტთან აი ისეთი სელებრიტი რომელიც ყოველდღიურად რაღაც ჩანს ვისთანა გაქვს ყველაზე აქტიური კიანუ რივზს მესეჯები აუ კიანუ რივზს რო მესეჯებოდე ეგრევე მაგაზე კი არ მოვიდოდი ბლატაობას დავიწყებდი თქვენთან კი არ ვიჯდება თქვენთან კი არ ვიჯდებოდი ახლა არა მართლა არის ისეთი ვისთანაც ესეთი ანუ რო რაც ვიღაცასთან თუ მაქვს რაღაცნაირი ურთიერთობა არა კარგი ურთიერთობა რა აი ხა როგორი ურთიერთობა იცი რომ პირდაპირ შეგილი ადგილი და დარეკო რა აქედან კი არ გეუბნები დარეკე მეთქი ანუ შეგიძლია აი კიანუ რივზ 100 ლარი შეგიძლიათ ხო ეს თანაც დარეკე ვერ გამაზრდა თან იმენა ლარით ხო ამობჯე რუბლები თან ყველაზე ის რა არის ან ჩეჩნური ფული ჩეჩნში რა არის რუსეთია რუბლია ყველგან რუბლია მონღოლური ტუგრიკი 6 მილიარდი მონღოლური ტუგრიკი ჩავიგდა და ისო გიждდება რამდენია 300 ლარი ხო და რა მაინტერესებს სხვათა შორის რო იცოდე ხო ესეთი კიდე ასე ვთქვათ სახიფათო სპორტში არის ესეთი არა სახიფათო ქალები არიან მართლა კი არა ჭუბობი თამაშობთ ხო თამაშობ დადგმულია ხო WWE-ს რო არის ხო აი რაღაც კაცრავენ ერთმანეთს სხვათა შორის აუ იმ დღეს ნახე ზუსტად ვიდეო ერთი გოგო როა სახე რო ვაფშე გაგლეჯილია და რავი ისეთიო ზუსტი დარტყმებიო არ მომყვადრა არაფერიო და ის რო იყო ერთი გოგო ესე აქ რო გამოიბერა ენჯენჩიქზე ამბობთ ხო ეგ აი ეს კი არ გამომთელი ესეც აქ გამომბერილი ხო ბიჭო დეფორმირებული რა გაგრძელებინებდნენ მაგასტო ეგ რა ტრაუმაა ვაფშე რა მოხდა გემოტომები არის და მე ჩაულებრო ჩაცხრა ყველაფერი ნორმალურად იმიტომ რომ ესე ქონდა გამოსიებული ეგ ყველაზე მაგარი ესეთი ის არის ბრუტალური მაგრამ ის შენ თავთან ნაბაზრები გაქვს მაგაზე რომ შეიძლება ესეთი ტრავმა და მზად ხარ მაგისთვის რო რაღაც ისეთი ტრავმა შეიძლება მიიღო რომ მაგ აი ხარ უცებ წამოხდა და გოგო მოახჭე წევა ღმერთმა დამიფაროს მაგრამ ახლა ტრავმები ხდებოდა ცხვირი რომ მქონდა ეს ვაფშე ნახევარი სახე ამაგლიჯა ყველაზე გადაობა რა არის იცი ხო ესეთი ბრუტალური არის და ესეთი ბრუტალური ვაფშე არ არის არის და დუშკა აი ამის იმაზე რომ გადახვიდე პროფილზე ინსტაგრამზე რა აი მენა კავაი გოგეგონება რა ანიმეები უყვარ ძალიან და ესეთი ანიმე ფოტოები უდევს რა და ეხლა ლიანა 29 წლის ანიმე უყვარს ანიმე და ანიმე სიმღერებიც გიყვარს ხო სიმღერები ცი მათი არ მაგე გადაობაში შეიძლება მაგრამ ისე პროსტა ანიმე ძალიან მიყვარს ხო ლიანა 30 წლის UFC-ს მებრძოლი მე даже ვფიქრობდი იმას რომ ხوار გამოვიდო ბლიჩ თუ გიყურებია ეგ მუსიკა არის რა ბლიჩთან მეთქი მაგითი ხوار მაგრამ არის ის ხალხი რა მუსიკით გამოდიხარ ხოლმე აუ ის სხვადასხვანაირი არა მე ცნობილი არის ისეთი აი ბოლდროს რითი გამოხდი ბოლოს მინდოდა რამშტაინით გამოსვა და რაღაც სხვა ჩარტეს აი ვაფშე აზია რომ რა ჩამო სუბროველაშვილი ჩავხვი ის ჩარტვაზე რა გამახსენდა იცი ერთ ტიპი როა იმაში ბერნაკლში რო ჩხუბობს ერთ-ერთი ყველაზე გიჟი ტიპია რა შავი წვერებით შავი თმებით სახეზე ტატუები აქვს და მაგალ მოითხოვა ის Halo-ს მუსიკა რა Halo მე მგონი თამაშია თუ ისა რაღაც ბრუტალური მუსიკა და ჩაურთეს Beyoncé-ს Halo არა სადღაც გულის სიღრმეში ექნება Exide-იც რომ ეგეთი არის ხო ეს რა ვიცი ყნაპატრო თაბრეილის ერთი ძალიან მაგარი სურათი იქნება სხვათა შორის კიდე რა მაქვს ნახე ძალიან უყვარს მანქანები და მანქანების იმებსდებს ხოლმე რა რო აცურავებს ადრიფტავებს და რაღაც მთელ ამბებში და ეხლა ლექსუსი ჩამეარა რა ჯიგარმა რა ამ მანქანას რატო აგდებ მაგ დღეში არა ისე მეწოდება არ მეწოდება და აუ ხო ამის ლექსუსი ვიცი ნომერი აქვს ავოი აქვს ნომერი რა
თან როგორი ნომერია, იცი რომ ვერაფერს ვერ ეტყვი, იცი. იმენა მურა ანუ და ნომერი გეუბნები რომ გაგმუტლავს იმენა რა. აუ, კიდე ისტორია მაქვს. ვიდი მოყევი. ვრეცხავ მანქანას. არ მოიცა ერთ წამი. მანქანას რეცხავ თუ მანქანაში რეცხავ? არა. ვიცი შენი სარეცხვის მანქანები. არა, მე ვრეცხავ მოსკოვ ბებორი. ჩემ მანქანას, Lexus. ხო და გამოუშვეს სარეცხვის მანქანები ლექსი. რასასაცილოებს ვიხარ. ლექსუსის სარეცხვის მანქანა გა. თქვენ თუ არ დაგავიწყდათ ფემინისტები ვართ აქ. ო, დღეს კი, ხო, ბოდიში. ნუ ბლატაობთ. ხო და ის რო არის რა პილასუს სასრუტი. Короче, იქ წმინდაო მანქანას და ვიღაცა კაცი, ანუ სულ ბევრი ხალხი არის რა, რიგი არის და ვიღაცა კაცი უყვირის რა არისო, თუ სასრუტს არ ხმარობთ და პროსტა წმინდაო და სხვაგან წაიყვანთ და არავინ არ უსმენს, იმიტომ რომ ხა რიგი იყო ელოდებოდა რომ დადგას და გაწმინდოს მანქანა და დაიწყო გინება ეს კაცი. და აგინებს თქვენი დედაცო თუ არ აყენებთო თქვენ მანქანებს და მე რო გავგინება ესე მოვტრიავთ და მეთქი ვის აგინებ და ეთყობა ნომერი დაინახა ან რა და არა შვილო შენ არაო შენ არა შვილო თორე ამ ხობის დედა ყველას არა შვილი შენ არა ის რო შენ არა დედა ისე ვიდეო შენ არა მე გადახებ ზარბაგერ ვიდეო ეგ ო ამას ჩავწეროთ რამე ტრენდი ო ვაფშე იგივე იგივე შეგვიძლია ამასთან ქართულ TikTok-ს არ უყურებ და რამე ეს უყურებ მაგრამ ანუ ბევრი თემაში არ ვარ სხვათა შორის ეხა მინდა ვთქვა ლიკა იყო პირველი TikTok-ი რო გავაკეთე ვაფშე პირველად რა და follow-ე 100 რაღაც გამომწერი მყავდა და დამაფოლოვა მართლა ჩემ ვიდეო მოეწონა და გოგომ დამაფოლოვა ეს ვაფშე მიზის პროცესს მაკაცი უგონი ვარ ხო და მეთქი ვა მეთქი ლიკანტო დამაფოლო მეთქი ეს საქმე რა გავაგრძელო მეთქი და აგერა მადლობას გიხდი ეხლა ამდენი 2 წლის შემდეგ რაღაცნაირად პროფილის ფორმატში გადავედით მაგრამ ნუ მოკლედ ხო ნუ ეს ჩავსვათ რამე კი, კაი ვიდეოები დღემდე კაი ვიდეოები და მაშინაც რა ვიღადა კაი ვიდეოები იყო და მეთქი ხო ვიცი თემას დაუბრუნდი მანქანას რატო აგდებ მაგ დღეში ერთი ხო ესეთი მანქანა ვიყიდე რომ ეხლა 1-2 უნდა დაადრიფტავა და 1-2 დავადრიფტავა და აღარ ვადრიფტავებ იმიტომ რომ მეცოდება ჩემი მუნჩულა მანქანა თან ყველაფერს იმაზე დებს ხოლმე ეგრევე ინსტაგრამზე სოი რომ მიდის ეგრევე ვიცი რომ მანქანას რაღაცას უშვება არა ხო იმენა გავლენა აქ რაღაც ჩეჩნური და იმების იარაღს არის უსური ხოლმე მანქანა იაპონური რატო ანუ იაპონური მანქანა ვიყიდე ანუ ამ თემაში ანუ უფრო იაპონელებს უყვარს რა რაც პრაკაშკები მანქანების და აუ რა ჭიგარია ბატორისტივით დავაპარო სოფიხი ბატორისტივით რა აი პრაკაშკები დასაბატებელია ამას მაგრამ დავაპაჩინგებ კარგი ამ პრაკაშკებს გაგიკეთებს მაინც რა საკაიფო მანქანა გაბოა ავოიე ნომრები რა ავოი ნომრები ამ მატორს ხა მე დედა ნომრებს რო ყიდულობდი ფიქრობდი ეხა სახელი რო ან ხო საიდანოს აი ფიქრობდი რა სახელი რო გაიგე მეთქი რაღაც ბანძობა არის სახელი ანუ არა ავოიე დონეა ეხა просто წარმოიდგინე ეხა სახელი რო გა ანუ ყველა ანუ რაღაცა რო დააშაო ყველა იცის ვინ უნდა აგინოს წერია ლიგა და მაგინებენ რა თმინდა დავაწერ ავოიეს არავინ არ იცის რა არა ზატო ავოიზე იცის რომ რამე რო იყოს გადმო გაგმუტლავს არავის არ ვეუბნებოდი მამაჩემზე რა ვინ არის რა ანუ ვინც იცოდა ისე არ ვიცოდით ხო ისე არ ანუ ვიცოდით მამაჩემი არ დაიჭირეს ბევრი ხალხი არ იცოდა ანუ მართლა ვინ არის მამაჩემი და რა მე რატო ვიცოდია შე რატო იცოდი ვიცოდით მართლა მე ვიცოდი არა მე არ ვიცოდი მე ვიცოდი ბევრი არ იცოდა მართლა ბევრი არ იცოდა ანუ არასდროს არ ბლატაობდი ან ამ ინფორმაციით ოპერის მომღერალია ვინც არ იცით ოპერაში ვერის ცნობილი ჯოგური აკაპელაში ხო და ნომრებზე ავოიერო დავაწერე ნუ ვიფიქრე რომ დაუფიქრებლად მოგვიყვება მამაჩემი რომ დაინახავს ნომერს მაგრა იღადა და მართლა ციხიდან რომ გამოვიდა დაინახნო მაგრა იღადა რა ნომრები მაგარი არისო ეხა როგორ ფიქრობ გუნახავს YouTube-ი აქვს არა ტელევიზორი აქვს მაგრამ YouTube და ეს რაღაცები არა და ეხლა ტელევიზორს არ ვიცი რა არხები აქვს მაგრამ გაგიჟებული არის ვაფშე საქართველოში რა ხდებაო და მე ამ ქვეყნიდან არ წავალო თორე რა გეშველებათო თქვენ არ ვიცი რა არხებს უყურებს მაგრამ გაგიჟებულია კაცი ყველას რა გვეშველება თუ შენ ყველას ისე როგორ ფიქრობ რამდენიმე წელიწადში შენ თავს ატხედავ საქართველოში ხედავ ამერიკაში ხედავ
რომ ქვეყანაში ხედავ თუ არ გაქვს ესეთი გათხოვა ჯერ არა მე რუსეთ ანუ ეგ არ თქვი სპეციალურად არა მე ცხოვრება მინდა საქართველოში ანუ პროსტა სავარჯიშო ჩვენ პირობები არა მე ზოგადად ახლა даже რო ვისწავლე რუსეთში ანუ მომავალში ხო იქნება რომ კარიერა დაამთავრე ხო რა სხვა მე რას აპირებ იმიტომ რომ ჩხუბი ოდესმე ანუ ხომ ჩხუბის მორჩება გარდა არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი. ჯერჯერობით ჩემ თავს აი ვერაფერში ვერ ხედავ მარტო სპორტში. პრინციპში ეს დავალაგეთ ჩემ ცხოვრება, რომ შემიძლია არაფერი არ გავაკეთო, ახლა ძალიან დიდრულად არ ვიცხოვრებ, მაგრამ შემიძლია არაფერი არ გავაკეთო და ვიცხოვრებ, ხო, ფული მექნება, ყველაფერი, რაც ფული ვიშოვე, ყველაფერი სხვადასხვა რაღაცეებში ჩავდე. ხო და რაღაც სამუშაოს ან ვიღაცისგან დამოკიდული არ ვარ. ეგ ძალიან მაგარია და ყოჩახ მინდა კომპლიმენტი გითხრა. მადლობა. ნო, რაღაცა პროსტა არის ბირჟავე რა, იმ ფულით და რაღაც საქმეებში იმასკენ ძალიან მაგარია ეგ. ხო და ერთი თუ რა გინაწყობილი აქვს ცხოვრებაც. წარმატებებს გისურვებთ შენს გზაზე, ვიცი რომ კიდევ და კიდევ ბევრ წერილს დაიპყრო, მაგარი გქონდა ძალიან, კიდევ უფრო ახლოდან გაგიცანი, გიცნობდი შორიდან აქამდე, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა მეც, მიშასაც, სახეზე ეტყობა, ეგრევე ვატყობული მიშას. ხო და მადლობა რომ მოხვედი. просто მიშას ყელით კი. მიშას ყელით კი. მადლობა რომ მოხვედი, დაგვაფასე, ძალიან კარგი. რომ გაიჩება კამერები მე ქალო, ბოდიში მაინც მოიხადე და ნატირები რა. ნუ ყვავილები მოგთხოვოს რა. ясნია. მაშინ რომ განცხადებას დაწეროს, არა გაურიცხული ეგრე ფურცელი, პასტა ფურცელი აიღოს. ლიანა ჯოჯუამ 22:02-ში გაგაზეზენი პროცი ვარია პოლიციის და ერთი სიტყვით წარმატება მინდა გისურვო, მადლობა გადაგიხადო. ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო, რა ვიცი, ძალიან ისეთი აქტიური, მადლობა ვინც გვიყურეთ, გამოგვიწერეთ და კიდევ და კიდევ უფრო გავაგრძელებთ ჩვენს გაზრდას და ლიანაც გააგრძელებს რა თქმა უნდა. გაზრდას და ჯერჯერობით 30-ის არის. 30-ის არის. გაზრდას 29 ჯერ ვარ. 29, 30-იც მალე გახდება, მე 31-ს გაზრდას ყველა ვაგრძელებთ. თავის წარმატებას კიდევ და კიდევ მიაღწევს და ჩვენც რა თქმა უნდა მივაღწევთ. ძალიან დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ. თქვენიცით შემდეგ ეპიზოდამდე.